მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. მეგობარი აქტის შეჩერება ეს თავისთავად ჩვენი ქვეყნისათვის არის მნიშვნელოვანი მოვლენა, იმიტომ რომ მეგობარი აქტის ამოქმედებით საქართველოსთვის გარკვეული პრობლემები იქნებოდა და ტრამპის ადმინისტრაცია მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეაჩეროს ამ აქტის მიღების პროცედურა, რამაც ძალიან გაახარა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ გუშინ დიდი რამბები იხმარეს ჩვენი ეგრეთ წოდებული სტრატეგიული პარტნიორების მიმართ და თქვეს, რომ ტრამპი არის ერთგული თავის სიტყვების, როდესაც ამბობს, რომ ჩვენ Deep State დავამარცხებთ და არ ვიცი ხა შეიძლება თუ არა ამერიკელების დამოკიდებულება, ჩვენ კარგად ვიცით საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ჩვენს მიმართ ჯერ არ არიან ჩამოყალიბებულიო და ალბათ ამისი დასტურია ამ მეგობარი აქტის მიღების შეჩერებაც. დღეს საქართველოში ჩატარდა მრავალეროვანი სწავლების მორიგი გარკვეული რაუნდი და ნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის და სხვა მრავალი ქვეყნის წარმომადგენლების საჯარისო ნაწილების სწავლება, მათ შორის საქართველოსი. აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიებას არ ესწრებოდა თავდაცვის მინისტრი, პრეზიდენტი, პრემიერი. ესეც რაღაცას ნიშნავს, მაგრამ თავისთავად ამ მრავალეროვანი სწავლების ჩატარება და ეს არის ნატოს ეგიდით. მე მგონი, რომ გარკვეულწილად არის მაინც რაღაცნაირად ხელი შეფშლელი ჩვენი ქვეყნისათვის, იმიტომ რომ კარგად ვიცით რა დაპირისპირებაა რუსეთსა და სწორედ აი ამ ნატოს ბლოკის ქვეყნებს შორის და ამ ფონზე ჩვენ აქ წვლების ჩატარებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები არ ესწრებიან, რაღაც გარკვეული მაინც არ არის სასიამოვნო აი ამ ყველაფრის მოსმენა და ყურება. ამას შემდგომ შეიძლება სხვაგვარი ინტერპრეტაცია მიეცეს. დღეს ბევრი საუბრობს იმის შესახებ, რომ ზანგეზურის კორიდორის ამოქმედება და ჯერ არ არის გარკვეული ეს როგორ იქნება ამერიკელების პატრონაჟით იქნება თუ სომხეთი გააკეთებს ამას, საქართველოს შეიძლება ბევრი პრობლემა შეუქმნას. ის ტვირთები, რომელიც მოძრაობს დღეს თურქეთიდან აზერბაიჯანი და თურქეთის მიმართულებით, აი ეს ტვირთები დაიკარგოს და საქართველოს დაკარგოს ტრანზიტული ქვეყნის დერეფნის ფუნქცია და ამას აქვს რაღაც გარკვეული საფუძველიც მეგობრებო, იმიტომ რომ ეხა აზერბაიჯანისათვის 1000-ჯერ უფრო ხელსაყრელი იქნება ზანგეზურის მეშვეობით გაატაროს ტვირთები და თურქეთში გადაისროლოს, ვიდრე საქართველოში შემოვიდეს და მერე ისე წაიღოს ეს ტვირთები თურქეთისკენ. ძალიან ბევრი საყურადღებო განცხადება გაკეთდა ხანკენში, ჩვენ ამაზე ადრეს თქვით და დღეს ჩვენ ამაზე და სხვა საინტერესო საკითხებზე გვეყოლება სტუმარი, რომლებთანაც განვიხილავთ ამ თემებს, სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი, მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი ლევან მამალაძე იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, ბატონო ლევან. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს, მსმენელებს და თქვენს აუდიტორიას. ბატონო ლევან, პირველ რიგში მოდით დავიწყოთ ამ მეგობარი აქტის ამოქმედების შეჩერებით. ანუ ძალიან დიდი მოლოდინი ჰქონდა ოპოზიციას და ნაცმოძრაობას, რომ ეს აქტის ამოქმედებით ხელისუფლებას ზიანი მიადგებოდა და ქვეყანასაც. მაგრამ რატომღაც გადაიფიქრეს ამერიკელებმა, შეაჩერეს ამის მიღება. თქვენ ყოველივეს აი რას უკავშირებთ აი ამის შეჩერებას, ანუ ხელისუფლების მიმართ შეიცვალა დამოკიდებულება თუ რაღაცა სხვა პროცესებთან აქვს საქმე? რაც შეეხება მეგობარ აქტს, თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ეს მეგობარი აქტი დაკავშირებული იყო საქართველოს ზეწოლისთვის და ამით ეკეთებოდა ყველაფერი და მიმართული იყო იქეთკენ, რომ ფაქტიურად დასავლეთმა საქართველოს ვერ გამოიყენა რუსეთის საწინააღმდეგო პროცესებში.
ეს არის კონკრეტული ფაქტი, რაც უკვე რამდენიმე წელია გრძელდებოდა, მუქარაც იყო, გარკვეული სანქციებიც იყო და შემდგომ აი თქვათ მთელი კომპლექსი სანქციებისა უნდათ რომ თავი მოეყარათ იგივე მეგობარ აქტში. ნუ ეხლა მეგობარი აქტი ისე დაარქვეს, თორე მე სახელით შეუცვალეს მაგას ხოთაშორის სახელი დაარქვეს საქართველოში ჩინეთის, რუსეთის, ირანის გავლენების შემცირების აქტი. მეაყოლებით ეგეთი სახელი დაარქვეს, როცა სენატში კონგრესიდან სენატში შევიდა ეგ დოკუმენტი. ეხლა რატომ მოხდა ეს, თქვათ, აი სხვადასხვა ვერსიებია, არის თვითონ ამერიკელების ანალიზი, სხვადასხვა ჯგუფებით, ჩვენ ვაკეთებთ ესე იგი უფრო სიღრმისეულ ანალიზს. მინდა გითხრათ, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ აქტის შეჩერებასთან დაკავშირებით თქვა დააფიქსირა, მიმართულია იქეთკენ, რომ საქართველო კიდევ შემოატრიალონ თავიანთკენ, მოდი ესე ვთქვათ. იმიტომ რომ ეს არანაირად არ უკავშირდება ხელისუფლების მიმართ ან საქართველოს მიმართ გლობალურად რაღაცა პოზიციის თქვათ შეცვლას, ეს არის გარკვეული ნაბიჯი იქეთკენ მიმართული, რომ თქვათ თუ ხართ თქვენ თქვათ დასავლეთის თქვათ კავშირში, სტრატეგიულ კავშირში, მათთან ერთად გინდათ, ესე იგი ამას ჩვენ ვაჩერებთ და აქედან გამომდინარე ახალი თქვათ ურთიერთობების პოზიციები იქნეს ჩამოყალიბებული. ეს უფრო ამის მიმანიშნებელი არის, იმიტომ რომ მაგის განახლება ყოველთვის შეუძლიათ და მთლიანობაში გლობალურად თუ ავიღებთ, ესე იგი ტრამპის ადმინისტრაციის ცდელობა ისევ მიმართულია, რომ საქართველო იყოს მათ ინტერესების სფეროში და გამოყენებადი ტერიტორია, გამოყენებადი თქვათ იგივე ქვეყანა. ხლა მეგობარ აქტს აჩერებენ, ამავდროულად ესე იგი რაღაცა ქმედებას ელიან საქართველოს მხრიდან, ხომ? აი ესეც ნიშანდობლივი მომენტია. ფაქტიურად ტრამპის ადმინისტრაცია ყველაფერში, აი თქვათ დილს იცახის, ანუ გარიგება, შეთანხმება, ვაჭრობა, ანუ რაღაც აი ამ ფორმატში მუშაობენ, თქვათ პოლიტიკასა და ბიზნესის რაღაც ესეთი შერწყმა წარმოადგენს მათ, რასაც თოფლიოს თავაზობენ, თქვათ რაღაც ზეწოლის ბერკეტები, იგივე დაშინება, იგივე თქვათ სანქციები, იგივე გადასახადების ახალი თქვათ შემოღება გადასახადების ან თქვათ კუთხით რომ პროდუქცია გააძვირონ, რომელიც შეიძლება შეერთებულ შტატებში შევიდეს და ჩვენზე ეს ნაკლებად მოქმედებს, მაგრამ იგივე სანქციების შემოღება, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება კარგი მომენტი, თან თუ კი გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროკავშირმა უკვე ევროპარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და ევროკომისარიატი ამაზე ფიქრობს, იმაზეც კი ალაპარაკი, რომ შეიძლება შეაჩერონ საქართველოსთვის ევროლიბერალიზაცია, ანუ შემოიღონ ვიზებით მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ნუ ესეც ესე მარტივად არ ხდება, მაგრამ ყველა შემთხვევაში დიდი მოწადინება ამ თვალსაზრისით არის. ამიტომ ტრამპის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი, მე რო გითხრათ ჩვენი პოზიცია როგორია, ეს არის რაღაც გადმოდგმული რაღაც რევერანსი, იქეთკენ რომ საქართველო ჩაჯდეს იმ კალაპოტში, რაც სურვილი აქვს შეერთებულ შტატებს. თუ ეს არ გააკეთეს, ეხლა თუ კი იმ ფონზე შევხედავთ, უყურეთ რომ ბევრი ნიუანსია მაქვს, აი ეს ნატოს სწავლება, რომელიც ჩატარდა ეხლა, ნუ ეხლა საქართველოს პოზიცია, რომელიც ოფიციალურად და რასაც ამბობენ, ეხლა ნატოს სწავლების ჩატარება ცოტა ისეთია რა, რაღაც არათანხმდრილი მომენტია, რასაც დღევანდელი ხელისუფლება თქვა აღგერებს, ხო? ანუ ნატოსთან ურთიერთობები არამნაირი შედეგი არ მოიტანა და თქვა ეხლა კიდე ტარდება ესეთი თქვა ნატოს სწავლებები, რაც ასევე რუსეთისთვის გამაღიზიანებელი ფაქტორია, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ ეს ერთმანეთში გადაბმული თემებია, ნუ ეგ შეიძლება როგორ აღვიქვათ, იცით, კი ბატონო, ჩაატარეთ ნატოს სწავლება, შეგვიჩერებს თქვა ეს თქვა იგივე ეს მეგობარი აქტის მიღება შეაჩერეს და თქვა არ დაესწრო ამას პრემიერი და მინისტრები. ხო, რატო არ დაესწრო? ანუ ისინი ელიან კი ჩაგატარებინეთ ეს თქვა ნატოს სწავლება, ხო? მაგრამ ელიან რომ ხელისუფლების მიმართაც მათ უნდა შეცვალონ თავიანთი პოზიცია. ყველა შემთხვევაში აი ეს ნაბიჯი უნდა დავინახოთ, აი არ მისვლა, უნდა დავინახოთ იგივე პრემიერის მხრიდან და სხვების მხრიდან, აი ეს ნაბიჯი უნდა შევაფასოთ, როგორც აი ტრამპის ადმინისტრაციამ გამოხატოს კეთილი განწყობა, თქვათ იგივე საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ნუ ჯერჯერობით ეს არ არის, დავინახოთ მოვლენები როგორ განვითარდება. მეორე მხრივ სხვათა შორის ეს ამაშიც კიდევ ნატოს ღონისძიების ჩატარებასაც აქვს გარკვეული ნიუანსი, ხა დიდათ ეს ნატოსთან
ურთიერთობებს არ ცვლის, ანუ ჩვენ როგორც იძახიან ასპირანტი ვართ, უკვე რამდენიმე ათეული წელია და ნატოში შესვლას მე მგონი არანაირი პერსპექტივა არ აქვს, მაგრამ აქ ერთ ფაქტორს რატომ ვამბობ? რუსეთისთვის გამაღიზიანებელი მომენტი რა არის? ანუ რუსეთმა ამ ხნის განმავლობაში, მე იცი თქვენ მე შეხვედრა მქონდა რუს ექსპერტებთან, ისეთ გავლენიან პირებთან, რომლებიც გარკვეულ სტრატეგიას ამზადებენ იგივე რუსეთისა და ძალიან ისეთი პრეტენზიების დაუყენეთ ჩვენ, რომ საქართველო ლოიალური არის რუსეთის მიმართ, მაგრამ თქვენი მხრიდან არანაირი, თქვათ, ნაბიჯი არ არის იმასთან დაკავშირებით, დაიწყოს პროცესი. აქ არ არის ლაპარაკი ტერიტორიული მთლიანობის ერთ დღეში აღდგენაზე. პროცესი დაიწყოს ურთიერთობის აღდგენის, მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის, ესე იგი, ადამიანის ურთიერთობის დალაგების და იგივე ერთობლივი ეკონომიკური კონცეფციებისა და პროექტების განხორციელების და პოლიტიკური ნაწილი შეიძლება ამას მერე მოყვეს, რა თქმა უნდა, პარალელურად ტოლვილების დაბრუნება და ეს თელი ის არის, აი კონგლომერატი პრობლემებისა, რომელიც უნდა გაიწეროს, როდის რა უნდა მოგვარდეს. და ესეთი პრეტენზიას დაუყენეთ თქვენ დრო რაღაც აი ხედავთ ხო საქართველოს ამ ხელას ზეწოლა აქვს და ცდილობს რომ რუსეთის მიმართებაში თავი არ გამოაყენებინოს ვიღაცას, ხო? და თქვენგან ნაბიჯი არ არის. ეხლა მათი პოზიცია არის როგორ იცით? აი ჩვენ ხო გაგიხსენით თქვა ავიონ მიმოსვლა, ვიზები მომხი ბატონო, მაგრამ ამ ავიონ მიმოსვლის გარეშე და რუსეთის ვიზები რომ მოგვიხსნეს იმის გარეშე ცხოვრობდა საქართველო და თქვა ვითარდებოდა, ხო? ამიტომ ეს არ არის შესატყვისი საკითხი. ისინი რომ ამბობენ ამას, ჩვენ სამაგეროდ არ შევუერთით სანქციებს და არ ჩავერთეთ, თქვა იგივე რუსეთის მიმართებაში პრობლემების შექმნას, ხო? ამიტომ ეხლა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეთ. მე ესე ვფიქრობ, აი ამის ნატოს რაღაცა ამ სწავლების ჩატარება გარკვეული სიგნალიც არის მიმართული რუსეთისკენ, რომ მათ უფრო აქტიურად ნაბიჯები უნდა გადმოდგან საქართველოს მიმართებაში, რომ ეს კონფლიქტების პრობლემებმა დაიწყოს მოგვარება. კიდევ ერთხელ დაიწყოს, ეს ერთ დღეში არ მოხდება, უცბად არ მოხდება. ბატონო ლევან, აი მეტი რაღა უნდა გადმოდგას რუსეთმა ნაბიჯი. რამდენჯერ გაკეთდა განცხადება უკვე, რომ ჩვენ გამოყვებით იქამდე, სადაც თქვენ გამოყვებით. ანუ ჩვენ დაგელაპარაკებით თქვენ იმაზეო, ეს მაგას ნიშნავს დიპლომატიურ ენაზე, რაზეც თქვენ წამოხვალთო. არაერთხელ ითქვა ლავროვის მხრიდან, ზახაროვას მხრიდან, ეხა პუტინი არ აკეთებს პირადად, მაგრამ მასაც აქვს ადრე გაკეთებული განცხადებები. და არ ვიცი, ეხო იმას ნიშნავს, რომ მზად არიან ამისთვის და ჩვენი ხელისუფლება იძახის, რომ ჩვენ სანამ თქვენ ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებთ, მანამდე თქვენ არ დაგელაპარაკებით. ის რომ რაღაცა ახალი ეტაპი დაიწყოს, ეს ჩვენ არ ვაკეთებთ ამ ყველაფერს, რომ რაღაც ახალი ეტაპი დაიწყოს, იმიტომ რომ მეტი რაღა უნდა გითხრას ეხლა ხელისუფლება. ეხლა ლავროვი რო აკეთებს განცხადებას და იგივე საგარეო უწყება, ეს იგივე პუტინი აკეთებს ხო განცხადებას. და ნუ რატომღაც ჩვენ ვიკავებთ თავს. და ამიტომაც ეს სიტუაცია არის შექმნილი. ჩვენ თუ რაღაცა ახალ ეტაპზე ვერ გადავდივართ, ჩვენ თავს უნდა დავაბრალოთ და არა რუსებს. იცით რა არის, მე ხა დაბრალებაზე არ ვიძახი, ეს განცხადებები გეთანხმებით, რომ იყო გაკეთებული, იგივე ლავროვის მხრიდანაც, სამინისტროს მხრიდანაც იყო გარკვეული ხისტი პოზიცია, ამის შეუსატყვისი პოზიცია იყო ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, რომ საერთოდ არ დაველაპარაკებით თუკი ოკუპაციას ტერიტორიებს არ გაანთავისუფლებენ. ეს იცით როგორი თემა, რაღაცას უნდა დავიწყოთ, ესე უცბად არ მოხდება. აქ უკვე აი ესეთი ლაპარაკი დიპლომატიისგან გვაშორებს და პირიქით აი უფრო დაპირისპირებაში გვამყოფებს. აქ ლაპარაკი უნდა იყოს იმაზე, რომ ეტაპობრივად დაიწყოს ეს პროცესი. აქ რუსებისგან რაც ვითხოვთ, რუსებს ცოტა ისე სხვანაირი წარმოდგენები აქვთ, ეხლა ზოგს ჩვენ რო გონია, რომ ისე უნდა ლოგიკაში უნდა ჯდებოდეს, ხანდახან ბევრი არალოგიკური თემებიც არის და აქ ლაპარაკი იმაზე არ არის, სადამდე გამოყვებიან. ეხლა მე ყოველთვის უხსნიდი და გავიმეორებ იმას, რაც მე ასევე მაგათ უთხარი და ჩვენთან იმდენად დიდი არის რუსული პროპაგანდა, სადაც ასეული მილიონები დაიხარჯა, სადაც აი ამ ხალხის გონების მომართვა, რომ სახელმწიფო პოზიციისთვის თუ რამეს გააკეთებს, სახელმწიფოს ხარ დაუჭერ, ქვეყანას გააძლიერებ, ამას უკვე რუსულს ეძახიან, აი ისეთ დონეზე აქვს გაკეთებული, ახალგაზრდებს თავში ჩაუდეს. ეს ყველაფერი პროპაგანდის მექანიზმებია, რომელიც ჩვენი საზოგადოების საკმაოდ სერიოზული ნაწილი აი ამ პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული. ანუ არ არის ჩვენი აზროვნება განთავისუფლებული, იმხელა თანხა დაიხარჯა
გაიხარჯა, იმხელა მედია საშუალებები და PR ტექნოლოგიები იქნა გამოყენებული. ამაზე რატომ ვამბობ, ეხლა გეტყვით. იმიტომ რომ ამას არ ვიძახი ჩვენი ხელისუფლების გამართლებისთვის. მე უბრალოდ სიტუაცია მინდა ახსნა. სიტუაცია როგორია, იცით, რამე ნაბიჯი რო გადაიდგას და ინიციატივა გამოხატოს, ეხლა აი ჩვენც ხო ვფიქრობთ, რატო არ აკეთებს. აი ლოგიკაში ხო თითქოს ლავრომა რო თქვა ჩვენ სახელმწიფოების მხრიდან რაღაც ანალოგიური თანხმედრილი ნაბიჯი უნდა გადადგმულიყო, ხო? ეს რაღაც ლოგიკაში ჯდება, მაგრამ რატო არ კეთდება? ამას ახსნა აქ ერთი. არ კეთდება, იმიტომ რომ იმდენად დიდი არის ეს ანტირუსული პროპაგანდა, რომ ხელისუფლება ამას აღიქვამს როგორც ერთ-ერთ რაღაც დამაზიანებელ ფაქტორს. ამიტომ აქ ესეც უნდა გაითვალისწინოს რუსებმა, რომ მათი მხრიდან იყოს გარკვეული წინადადება შემოთავაზებული, რომ ხელისუფლება შეეძლოს აი ამ ზე მიყოლა, ისე ნათქვამი კი არა, აი კონკრეტულად უნდა ითქვას. ამიტომ მე ხლა როგორ რამეს ვამბობ, იცით, რაღაცით ხო უნდა დავიწყოთ და პირდაპირ ვამბობ, აგერ და რუსებსაც უთხარით ჩვენ. აი რითი დავიწყოთ? ყველაზე მარტივი ნაბიჯები გადაიდგეს, მაგალითად დაინიშნოს ცხინვალი თბილისის ავტობუსი. იქ არის ტექნიკური მხარე, იქ ვინც განანი რაღაც ხაზი რომელიც აქვს. მაგაზი ხო უნდა შედგეს დიალოგი, დიალოგი ხო უნდა შედგეს მაგი რომ დაინიშნოს. დიალოგი რომ შედგეს, ამიტომ ჩვენები არ მიდიან ამ დიალოგს. არა, გეტყვით, სხვანაირად ჩვენები მიდიან, ჩვენ ერთ რამეს უშვებს რუსეთი დიდ შეცდომას. აი იგივე ამერიკელებისა თუ დასავლეთისგან განსხვავებით. ყველაფერ თემას აბავს ხელისუფლების ინიციატივებს. როცა თქვა იგივე ამერიკელების მუშაობა როგორ არის? აი ეხლა ჩვენთან ხდება და სხვაგანაც, ხო? მთელ საზოგადოებას თქვა პროპაგანდის ქვეშ მოაქცევენ, რაღაც იდეას ჩაუნერგავენ, მიმართულებას მისცემენ და საზოგადოება ამაზე ლაპარაკობს, მედია ნაკიდია, ფული გადახდილია, რადიო, ტელევიზია, ყველა გამომსვლელები, მიტინგები და იქნება საზოგადოებრივი აზრი. ამას რუსი არ აკეთებს. რუსი იცავს, რომ აი გამოვიდეს პრემიერმა და თქვას. ესე არ მუშაობს, ესე მარტივად. ასეთივე შეცდომები რუსებმა დაუშვეს იმაში, უკრაინაში, თორე უკრაინა საკონტროლებენ და ეხლა არის ბატონო. აი რა უნდა გააკეთოს ეხა რუსეთის? რა უნდა გააკეთოს, გეტყვით, ანუ ინიციატივები, რომელსაც ჩვენ თავაზობთ, იგივე ერთი ნაბიჯის გადადგმა, ხო, აი პირველი, ხო შეიძლება, არა, თვითონ ოსები იძახიან ცხინვალში, რომ არა გვაქვს ჩვენ საქართველოსთან ანტაგონისტური დამოკიდებულება. სისხლით დაიღვარა, პრობლემები იყო, მაგრამ თუ გავიხსენებთ, კარგი ძმების გახსენება შეიძლება. ეთანხმებით, არა, უყურეთ რა ხდება. აი ხა თქვენ რასაც ლაპარაკობთ, ხო? მე გეთანხმებით, რომ აქ ანტირუსული გარემოა შექმნილი, მაგრამ ამ ანტირუსულ გარემოშიც არის დამნაშავე ჩვენი ხელისუფლება და გეტყვით რატო. 13 წელია საქართველოს ხელისუფლებაში აღარ არის ნაცმოძრაობა. და ჩვენ ვხედავთ, აი მაგალითად ის კომისიის ხდომა რომ მიდის იმაში, რა ქვია ეს წულუკიანის კომისიის ხდომა. ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო მეტ ანტირუსულ განცხადებას და ხო ესე იგი რუსულ თავდასხმას გააკეთებს. ისწავლობდა მიმოში და ვისწავლობდა გიმოში. ხო, ანუ შენ იმას MGU-ში და გოდიში, აი დროში არა ვარ შეზღუდული. რატომღაც იცით რა არის? ეხა რატო თქვი ეს დროში არა ვარ შეზღუდული მეთქი. რატომღაც გონიათ, ეხა ეს თქვენ არ გეხებათ ნამდვილად. იმიტომ რომ ხშირად ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი. რატომღაც ამ ხალხს გონია რომ აქ ჩემ გადაცემაში ვინმე რომ მოდის სტუმრად და გამგები გაიგებს რაზე მაქვს საუბარი. აქ მე უნდა ვიждე და უსმინო სტუმარს. ეს სხვა სტილის გადაცემაა, მეგობრებო, და არ ჟურნალისტი ვარ მე, სიმართლე რო გითხრათ, აქ გადაცემა რომ მიმყავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ პოლემიკა არ იყოს და რატომღაც ზოგიერთს გონია რომ გადაცემაში რო იწევს, უნდა იჯდეს ჟურნალისტი თუ წამყვანი და უსმინოს 2 საათი როგორ ილაპარაკებს სტუმარი. თუ არ შეგიძლიათ, აი იმ ხალხს მინდა მივმართო, პოლემიკას შეცვლა, თქვენი აზრის დაფიქსირება, არგუმენტირებულად არც უნდა მოხვიდეთ ტელევიზიაში, დაჯექით და ჩაწერეთ პოდკასტები და ჩაწერეთ ეს Facebook ლაივები. იმიტომ რომ რაღაცა ბოდიში და მომდის რაღაცა ხმები, რაღაცეები, რომ აიო ჩვენ ვიღაც არ გვაცლის ლაპარაკს. იცით რა არის? ეს არ არის აქაც სალექციო კურსს არ ეძღვნება ეს გადაცემები. ლექციები წაიკითხეთ უნივერსიტეტებში. და არც ერთ hard talk show-ში და არც ერთ ესე იგი რეიტინგულ გადაცემაში 4-5 წუთის მეც არავინ არ აცლის იმას სტუმარს, იმიტომ რომ განაწილებულია ისე დრო რომ ისა, მაგრამ ამას ეხა გლის თავზე სახარების კითხვას გავს, ეხა ვიღაცას ეს უმტკიცო. რაც შეეხება ეხა ეს გადახვევა გავაკეთე ბატონ ლევან, ეს თქვენ არ გეხებოდათ, ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც რატომღაც ზოგი არის, ცოტა არ იყოს განაწყენებული, რომ რაღაცაოთ რო არ გვაქვს ჩვენო მეტი. აი რა ხდება იცით? უყურეთ ანტირუსული განწყობების ბრალი ვისი არის მე? ხელისუფლების ბრალი არის. კომისიაზე ხდება
ესე იგი დურაკ სამდურაკის პრინციპით ესე იგი პოზირება ამისი რომ ესე ეუნება ოცნება შენ სად დაამთავრე რუსეთში დაამთავრე რა გასწავლეს ამ რუსეთში მე ის სიტყვის თქვენ რუსებო ესე იგი სიტყვა რუსი არის რაღაცა საგინებელ სიტყვა იქცა კაცო გერმანელებმა იმდენი დანაშაული ჩაიდინეს სამამულო ომის დროს და არავის არ უძახია გერმანელო ეძახდნენ ფაშისტებს ის რომ საქართველოში ამდენი ხანი ანტირუსული გარემოა ეს გარკვეულწილად დღევანდელი ხელისუფლების ბრალიც არის იმიტომ რომ ერთი ადამიანი არ დასჯილა ამ რუს ტურისტებზე თავდასხმის გამო ერთი კაცი არ მიუწიათ პასუხისგებაში და ბოლო გააკეთეთ რაღაცა ამ მიმართულებით მე თქვენვე ხართ მძევალი ამ სიტუაციის და აი ბატონო თქვენ რომ აი ლაპარაკობთ რომ გადადგმაზე ნაბიჯის აი მე რომ თქვი რომ გამოყვებით სადამდე თქვენ გამოვყვებითო ეგ იმას ნიშნავს რომ ყველა საკითხზე მზათა ვარ ჩვენ გელაპარაკოთო აი დიპლომატიურ ენაზე მაგას ნიშნავს აფხაზეთი ცხინვალი ავტობუსი მატარებელი თვითმფრინავ ყველაფერი აი თქვენ რო თქვით ეხლა ავტობუსის თემაზე რა რომ ავტობუსის ისავ მაგიტო გეძახის მოდი და დავილაპარაკოთო და აი ეხლა ესეთ რუსეთმა რომ თვითონ გააკეთოს განცხადება რომ ოსების მაგივრად რომ მე ეცით რა მზათა ვარ ეხლა ცხინვალსა და თბილისს შორის ის ავტობუსი აღდგეს რაღაცა ცოტა ესე უხერხული არ იქნება ესეთ რა არის მე სხვა რაღაცას ვიძახი და მინდა კიდევ ერთხელ დავაკონკრეტო ესე იგი მე ვთქვი ერთ-ერთი ვარიანტი ვთქვათ რატომ მარიჩენს ინიციატივას ესე პირდაპირ ვთქვათ იგივე ხელისუფლება ეს ერთ-ერთი ვარიანტია მეორე კიდევ ახსნა რასაც თქვენ ბრძანეთ ეს ვთქვათ უფრო სუბიექტური ფაქტორი პიროვნებების ფაქტორი ხა რო აიღოთ ვინც არიან ხელისუფლებაში ძალიან დიდი ნაწილი ამ NGO-ებიდან მოსული ხალხი არის სადაც თვითონ იყვნენ ამ ანტირუსული პროპაგანდის ვთქვათ შემქმნელები და მონაწილენი და ნაწილი კიდევ ყოფილი ნაცები არიან ნაწილი ხო ვიცით ეს და ამიტომ ნუ გაგვიკვირდება რომ ვთქვათ იგივე ის გახარიას იქედან უძახდნენ რომ შენ იმაში სწავლობდიო რუსეთშიო და ის კიდე აქეთ უძახდა კომისიის წევრ თქვენ ხო იქ სწავლობდით და რაღაც ცოტა ეს რაღაც ბავშვური ის იყო არასერიოზული მე ესე დავარქმევდი აი ამ თუ ვინც უყურა ამ გადაცემას ხო ამიტომ ეს არ უნდა გაგვიკვირდეს მე სხვა რაღაცას ვიძახი ამაზე მაღლა თუ დავაყენებ ჩვენი სახელმწიფო ინტერესების საკითხს და რუსეთის მიმართებაში რუსეთი ჩვენ მე კარგად ვიცი როგორ მუშაობს რუსეთი და მით უფრო კარგად ვიცი იმიტომ რომ 15 წელზე მეტი ვიცხოვრე უკრაინაში და რა ხდებოდა როგორ იყო და მე რაც მოხდა და ომი როგორ დაიწყო და მანამდე რაც ხდებოდა ყველაფერი კარგად ვიცი დეტალებში ამიტომ ის შეცდომები რომელიც იქ დაუშვეს იგივე შეცდომები არის საქართველოშიც ჩვენ რო ვიძახით რომ ანტირუსული პროპაგანდა დასავლეთიდან ასეული მილიონებით ფინანსირდება რუსეთი არაფერს არ აკეთებს ამგვარი ტექნოლოგიის გამოყენებაში გავანებოთ ამას კი ბატონო მაგაში გეთანხმებით ერთი წუთით ეხლა დამამთავრებინეთ გეტყვით საიდან სად მიმყავს უყურეთ კი ბატონო არ აკეთებს მათი სტილი არ არის ეს მაგრამ პირდაპირ ვეუბნებით აგერ თქვენი ტელევიზიიდან და პირადად შეხვედრებში ასევე გამოჩენილ ექსპერტებსაც უთხარით გავლენიან ადამიანებსაც რომ რაღაც აი უხეშ სიტყვას ვითხოვ პადაჩა ხო იცით აი პადაჩას რომ რაღაცა პადაჩა მოგვეცით რომ ჩვენ ეს ანტირუსული პროპაგანდა გავარღვიოთ და პროცესი დავიწყოთ ურთიერთობების. აი ეს რას ნიშნავს? უყურეთ, აი პადაჩას რატო ვიძახი? არ არის აუცილებელი სახელმწიფოს ინიციატივა. არის საზოგადოებრივი აზრის ლიდერები, თქვა ჩვენ და ასე შემდეგ, ეგ ჯგუფი ხო? არის განწყობა იგივე ცხინვალში. შეიძლება შევხვდეთ ჩვენ არ არის აუცილებელი სახელმწიფო ფიგურების დონეზე, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურები ჩავაყენოთ საქმის კურსში. შევქმნათ ერთობლივი კომერციული რგოლი, სტრუქტურა, რომელიც სწორედ აი პირველ ნაბიჯს გადადგამს და სახელმწიფო იგივე რუსეთის თანხმობით ცხინვალში და აქაც მივიღებთ თანხმობას, რომ ავტობუსმა იაროს. არ არის აუცილებელი აქ სახელმწიფოთა შორისი დეკლარაციები გაფორმდეს. კომერციაში გადავიტანოთ ეს პირველ ეტაპზე და ეს მოგცემს სწორედ აი იმ ჩამოწოდებულ პასს რო ჩამოუწოდებენ რომ ჩვენ ეს რაღაცა აი ზეგავლენების ქვეშ მოქცეული საზოგადოება გავიყვანოთ სახელმწიფო ინტერესების რეალიზებაში. მარტივი თემა ვთქვი და უამრავი შეიძლება ამაზე მოვაბად. ამიტომ ლავროვის განცხადება ერთი, მეორე პასიური პოზიცია ჩვენი ხელისუფლების და მესამე რასაც ჩვენ ვაბობთ რომ აი ამით დავიწყოთ რა. გამიგეთ როგორი რამები არ არის სტანდარტები აქ არის რაღაცა შაბლონები მოგონილი რომ აი მან და მაინც ესე უნდა გაკეთდეს. ამიტომ რუსებს ვეუბნებით ცოტა სხვანაირად შეხედეთ და ჩვენ მაშინ დავითანხმოთ სახელმწიფოს რომ ისინი წინააღმდეგი არ წავიდნენ. ბატონ ლევან მე ხა ძალიან პატივს აქცევ თქვენ და
მოდი ჩვენ იცით რა არის აი კონკრეტიკაზე გადავიდეთ. აი ხა ეს ავტობუსის თემა კონკრეტული თქვი, აი ძალიან კონკრეტული. ავტობუსის თემა რო თქვი თქვენ კონკრეტიკა, ანუ ერთ-ერთი მაგალითად რახან მოიშველიეთ. მე გეტყვით ერთ რამეს. რუსეთიდან აი ხა შეიძლება თქვენ ბევრ მოვლენას აკვირდებით და გამოგეპარათ რაღაცეები, მაგრამ გეტყვით მე რამდენი პადაჩა წამოვიდა რუსეთიდან ამ ბოლო პერიოდში, რომელსაც არავინ არ ლაპარაკობს ჩვენს გარდა, იმიტომ რომ მე არ მინდა ხა ტრაბახად თუ ჩაუმარცხებს, მაგრამ ერთადერთი ტელევიზია ვარ ჩვენ, რომელიც რუსულ-ქართულ ურთიერთობების თემატიკას ძალიან დიდ დროს უთმობთ. რუსულენოვანი გადაცემაც გვაქვს, მაგრევკინის მერე მოამბეში რომ დაიკეტა ეს გადაცემა, ერთადერთი ჩვენი ტელევიზია, რომელიც რუსულ ენაზე მაუწყებლობს. აი, რამდენი პადაჩა წამოვიდა გეტყვით. ესე იგი, ქართველის თუ ეხა რო იძახის ეს ისა რა ქვია, წულუკიანის კომისიაში ვიღაცები რომ თქვენ იქ ისწავლეთ, თქვენ აქ ისწავლეთ, სწორედ აი მოსკოვში ნასწავლმა ხალხმა ააშენა ეს ქვეყანა. და დასავლეთში სკოლაში სწავლობდნენ სულ ყველა ძირითადი ნაწილი და აი ამ დასავლეთში მიღებულ განათლება ხალხს მე არ ვიცი რამე თუ გაუკეთებიათ ამ ქვეყნისათვის ჯერჯერობით მე ცუდის მეც ვერაფერს ვერ ვხედავ და კარგი ვინმე თუ გაუკეთა ამ ქვეყანას სწორედ აი ამ რუსეთში ნასწავლმა ხალხმა მოიტანა და ეხლა რატო ვამბობ ამ რუსეთში ნასა ამოქმედა რუსეთის ხელისუფლებამ ამოქმედა კოტირების სისტემა რომლიცაც ქართველ სტუდენტებს უფლება აქვს უფასოდ ისწავლონ რუსეთის უნივერსიტეტებში. უფასოდ. თან საკმაოდ ძლიერ უნივერსიტეტებში. ამას ეხლა ჩვენს გარდა ვერსად ვერ გაიგებთ ვერცეთ მედია საშუალებაში. ანუ ხელისუფლებამ გამოხატა კაცო ნება რომ აი მოდით ისწავლეთ. მერე ჩვენ ვხედავთ არის შექმნილი აი თქვენ რო თქვით ბიზნეს რუსულ და ქართულ ბიზნესთან დაკავშირებით არის შექმნილი გაერთიანება, რომელშიც ქართველი და რუსი ბიზნესმენები არიან შესული. დაიდო სტატისტიკის მონაცემები, რომლითაც ყველაზე მეტი ტურისტი ჩამოდის რუსეთიდან, ყველაზე მეტი ექსპორტი საქართველოსდან ღვინისა თუ სხვა პროდუქტებისა რუსეთში გადის. ყველაზე მეტი ტურისტი ვინც კი შემოდის სოფლიოდან რუსეთიდან შემოდის. მერე დიდი ხნის შემდგომ ვლადიმერ პუტინმა ქართულ ხალხს მიულოცა სამამულო ომში გამარჯვება და მედლებით დააჯილდოვეთ ამ ომის ვეტერანები. ამაზეც კაციშვილს არ ულაპარაკია არასდროს. შემდგომში რუსეთში არის ტრენდი ქართული და საქართველოს ყველაფერში, ესე იგი, აი გადაცემები აიღეთ. ესე იგი, აიღეთ ნებისმიერ თემა საქართველოს და ქართველი ითვლება, აი როგორც ადრე ერთ-ერთ მოდურად. ანუ გაიყინა ბევრი გალღვა ის ყინული რომელიც იყო. ანუ რას ვიძახი, აი თქვენ მე მიგიხვით რაზეც თქვით, რომ ეხლა ქალბატონი ნანა კაკაბაძე იყო ადრე ჩვენთან სტუდიაში და ეგეთი რაღაცა თქვა, რომ აიო თქვანო, რომ ჩვენო ტერიტორიებს გიბრუნებთო და აქო ჩვენო მერე ვინმე თუ რა ხმასა მოიღებსო სარებზე დავკიდებთო ლამის ეგეთი რამე თქვა ქალბატონმა ნანამ. ეხლა ჩვენ ესეთ პადაჩას თუ გულისხმობთ, რომ რუსეთი გამოვიდეს და თქვას, რომ აი მე ტერიტორიებს გიბრუნებ და მერე აქ ამით რაღაცა ჩვენ გადავტეხავთ აქ ანტირუსულ განწყობებს, ეგ სხვა არის, მაგრამ პადაჩები ძალიან ბევრი იყო. და აი გითხარით კიდევაც, ეხლა მე კიდე ბევრი რამის თქვა შემიძლია, იყო ერთობლივი მაგალითად რუსეთთან წამოვიდა ამხანაგური თამაში ჩავატაროთ ვეტერანებს შორის, რაც ალერგია დაემართათ. უამრავი ფესტივალებზე იყო მოთხოვნა, რომ ჩავატაროთო რაღაცა გარკვეულწილად. არაერთი მესიჯი მოდის იქიდან. და კიდე უბრალოდ აქ იბლოკება ეს ყველაფერი. იქიდან მოდის არც არავინ არ ჩაუქოლიათ, არავინ არ უცემიათ ქართველი იქა და აქ რო ჩამოდიან ტურისტები, ძალიან ბევრი ექსცესი ხდება. ანუ არის რაღაც გარკვეული სიგნალები, მაგრამ ჩვენ თუ ის სიგნალი გვინდა, რაც ჩვენ ძალიან გაგვიხარდება, რომ ეხა თქვას ხელისუფლებამ მოდი წაიღეთო, მაშინ სალაპარაკოც აღარაფერი არ არის. თუ შენ რუსეთი გეტყვის მოდი ტერიტორიები წაიღეო, მოდი მაშინ ეგ იმას ნიშნავს და ჩავიდეთ გავაფორმოთ ეს ხელშეკრულება წამოვიდეთ. დიალოგის თემაც აღარაფერი აღარ არის. ხვდები და ამიტომ მე ვხედავ რომ არის სიგნალები, უბრალოდ ეს არ უნდა რომ ვინმე რომ გააჟღეროს.
Იმიტომ ხა მე არაფერი საწინააღმდეგო არა მაქვს, რაც თქვენ ბრძანეთ, მაგრამ აქ ლაპარაკი არის, თქვათ, როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხები. აი ესეთი მიდგომა, რაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩვენთან დააფიქსირა, ეს საკითხს არ გადაწყვეტავს. სოფლიოში ისე სწრაფად იცვლება ვითარება, ჩვენ უკვე გვიჩნდება გარკვეული კოზირები, რომ ამ თვალსაზრისით უფრო აქტიური ნაბიჯები გადავდგათ. იგივე რუსეთის მიმართებაში. აი რომ შევხედოთ, მე გეტყვით კონკრეტულ გეგმას. ჩვენეუბური ხედვა, როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი, ამიტომ ესეთი განცხადება მე მიმაჩნია არა პროფესიონალურად და არა როგორ გითხრათ, აი არა ფუნქციონალურად, ძალიან ესე რომ ვთქვათ, მარტივად, როცა ეუბნები თქვათ იგივე ოკუპანტს, რუსეთს, რაც გინდა სახელი დავარქვათ, რომ თქვენ მიდით დაგვიბრუნეთ ტერიტორიები და მერე დავილაპარაკოთ. ეს არის გზა არსაითკენ, ეს ერთი საკითხის მოგვარება სჭირდება, ერთი გავიგოთ ჩვენ რა გვინდა და რა უნდა მოწინააღმდეგე მხარეს. ჩვენ თუ არ გავითვალისწინეთ ის, რაც უნდა მოწინააღმდეგე მხარეს, არასდროს ეს საკითხი არ გადაწყდება. ჩვენ ვიცით მიახლოებით, შეიძლება ეს უფრო დაკონკრეტებული იქნება, რა უნდა რუსეთს უნდა რომ საქართველო არ იყოს ნატოში ან რომელიმე სამხედრო გაერთიანებაში, ის იყოს თქვათ იგივე ტერიტორია, რომელიც მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ეს პირველი საკითხი წლების განმავლობაში რუსეთი ამას აყენებდა. ეს ჩვენ შეგვიძლია გავითვალისწინოთ. მე ხარ ვიცახი ხელისუფლების პირველი პირები როგორ ფიქრობენ, მაგრამ მე გეუბნებით, რომ ჩვენი ხედვა არის, რომ ამის გათვალისწინება შეიძლება და საერთოდ შეიძლება მიმართულება ავიღოთ, თქვათ, აქტიური ნეიტრალიტეტის და ასე შემდეგ, რომ რუსეთი რასაც აყენებს, ის საკითხი დაუმაკოფილოთ, მაგრამ ჩვენ რისი სანაცვლოდ უნდა გავაკეთოთ ეს? აქ დგას აი ეს საკითხი. თუ კი გავითვალისწინეთ, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ჯამში იმის სანაცვლოდ, რომ ყველა კონფლიქტური ტერიტორიებთან მოგვარდეს საკითხი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. მაგრამ ეს ესე უცბად არ იქნება, აი ესე კარტების გაცვლით ესე არ იქნება. ამას სჭირდება დროში გაწელა ჩვენ ქმედებასაც და იგივე რუსეთის ქმედებასაც. გავითვალისწინოთ ერთი ნიუანსი, ესე მარტივად არ არის განსაკუთრებით სოხუმში. ხედავთ რამდენი კლანებია, ის რაც იყო გუდაუთის კლანი და გამოდიოდნენ და ის შევარდნენ და დაანგრიეს ყველაფერი თურქეთიდან იმართებოდა. ბევრმა შეიძლება ეს არ იცის. ეს თურქეთის გავლენის მომენტები იყო გუდაუთის კლანში. მეორე კლანი, რომელიც არის ეხლა ბადრი, რა გვარია, ბადრა გუმბა, ხო, გუნია არისო ამბობენ, რა ვიცი, ეგ გუმბა არის, საერთოდ ქართული წარმომავლობისა ნახევარზე მეტი მთელი აფხაზები რა, გვარების როა იყო. ხო და ის უფრო ესეთი ლოიალურია და თქვათ უფრო რუსეთის გავლენის ქვეშ არის. აი წარმოიდგინეთ როგორი კლანური ბრძოლა. ჩვენ იქ ადგილი არ აგვაქვს, ეხლა არანაირად არ ვართ დაფიქსირებული, ხო? ამიტომ როგორ უნდა წამოვიყვანოთ ეს რუსეთმა რომ რამე ნაბიჯი გადადგას, ისეთ იქ თელ ამბავს ატეხავენ. უკვე გარე ფაქტორებიც არის ჩართული. აი თქვათ ცხინვალი აფხაზეთი განვიხილოთ, ხო? ამიტომ ჩვენ ბერკეტები იქ ჯერჯერობით არ აგვაქვს და რა უნდა გავაკეთოთ. რუსეთმა რომ დაიწყოს ზეწოლის კუთხით, აი თქვენ უნდა შეგაერთოთ საქართველოში, უცბად იქ თურქეთის გამოჩნდება, მთელი აჯანყებასაც მოაწყობენ, პრობლემებსაც შექმნიან. ამიტომ ჩვენ ნაბიჯ უნდა გავწეროთ ეს როგორ უნდა გაკეთდეს. პირველი ამოცანა ჩემის აზრით ის არის, რომ ჩვენ პოლიტიკური საკითხი პირველ ეტაპზე არ უნდა დავაყენოთ, ეს უნდა იყოს სუფთა ურთიერთობების აღდგენის, ეკონომიკური საშუალებების გამოყენების და ერთობლივი ბიზნეს პროექტების განხორციელებისა. იგივე თუ გნებავთ აფხაზეთში ერთობლივი ბიზნეს პროექტების, ტურიზმის განვითარების, საქართველოს მხრიდან ინვესტიციების გაკეთების, მიმოსვლის აღდგენის, რკინიგზის გახსნის, სატრანსპორტო საშუალებების გახსნის, ტვირთების ბრუნვისა, საწავა ეს ტვირთები და იგივე ცხინვალთან. ამხელა გადატვირთული ახლა ვინც ლარში იყო, ამხელა რიგებია. ცხინვალში რომ როკის გვირაბი ისა ამუშავდეს და იქიდან დაიწყოს ტვირთებმა სიარული, ცხინვალის მაცხოვრებლები თანახმა არიან და თვითონაც ჩაერთვნენ. აი ერთობლივი პროექტი უამრავი შეიძლება არა მარტო აი ავტობუსი რატო თქვი დავიწყოთ ავტობუსით და გადავიდეთ კიდე სხვა პროექტებზე პორტების აღდგენა და ასე შემდეგ ერთელი კომპლექსი უნდა იყოს იმიტომ რომ ჩვენ თუ იქაური ელიტები არ ჩავთვლეთ ერთობლივ ბიზნეს პროექტებში ისინი ყოველთვის წინააღმდეგი იქნებიან საქართველოსთან რაიმე ურთიერთობის დალაგებისა ამიტომ უყურეთ როგორ უნდა დავიწყოთ როგორც კი ჩვენ ამ აი ეტაპზე მივალ უკვე თავისთავად პოლიტიკური თავისთავად გება რომ გაცარიელებულ სახლებში ტოლვილები უნდა დაბრუნდნენ. თავისთავად გება რომ ავტობუსი რო იulis, კაცი თავის სახლში ჩავა და მე გამოიძებნება მექანიზმები რომ იქ დარჩეს თავის სახლში ისა დაიბრუნოს თავისი სახლი და უკვე რაღაც გაუზრდო აი თელი კომპლექსი არის ყველაფრისა და ჩვენ რაღაც ესე აი მოდით ესე ვთქვათ ესე არა ვთქვათ იქ ხალხი ცხოვრობს იმათ თავიანთი ინტერესი აქვს სოხუმში და ცხინვალში და ეს თუ არ გავითვალისწინებთ ესე მარტივად ეს საკითხი არ გადაწყდება დიპლომატიური ნოტების და განცხადებების გაკეთებით
აი ესეთი თემა. ეხლა რატო ვიძახი ამას და მიაქციეთ, ეხლა ამ თითქოს რაღაცა თემიდან შეიძლება მსოფლიო მასშტაბით პატარა თემიდან გადავიდეთ აგერ გვერდზე ეხლა რატომ ვამბობ ხო? აფხაზეთის ისა რა ქვია ყარაბაღის საკითხის მოგვარების შემდეგ კავკასიაში დაიწყო სრულიად ახალი სიტუაციის ჩამოყალიბება. ჯერ ერთი რუსეთის ფაქტორების შესუსტდა, ეს რეალობა არის. ეხლა იქ მიზეზებზე არ მინდა ვილაპარაკო, მოდი რეალურად აღწეროთ სიტუაცია. თურქეთის ფაქტორის გაძლიერება, ისრაელის დახმარება, ეხლა უკვე სომხეთის ჩამოშორება რუსეთისგან დასავლეთისკენ წასვლა და ჩვენ უფრო დავრჩით ისეთი რაღაც ლოიალური ტერიტორია, რომელსაც გვინდა დავიჭიროთ ის მომენტი, რომლითაც უფრო გავძლიერდებით, ხო? ამიტომ ისინი რისკებზე წავიდნენ, ხო ნახეთ რა დაპირისპირება იყო, თქვა აზერბაიჯანს შორის, ეხლა ალიევმა ის თვითმფრინავი რო ჩამოვარდა რუსეთში, ის გაუგზავნა, რა ქვია, სამძიმარი გაუგზავნა, როცა ერთმანეთის თითქმის გინებაზე იყვნენ გადასული, ხო? აგერ სომხეთი მოლაპარაკებას აწარმოებს, რომ არის ვარიანტი, რომ შეიძლება ამერიკული კერძო სტრუქტურა შემოვიდეს ზანგეზურის ესე იგი კორიდორში და სომხეთი ამას უყურებს ისე რომ თუ კი რასაც აზერბაიჯანი და თურქეთი ითხოვს რომ ჩვენ გადმოგვეცით ჩვენ მივხედავთ ამ ფონზე ეხლა როგორ აიცით პატარაზე შემოგვიყვანეო და მე მთლიანად რო დაგიპყრობენ შეიძლება სომხეთმა სუვერენიტეტი დაკარგოს და ისინი აი ამერიკულ ვარიანტს ეხლა აქტიურად ითვალისწინებენ გამიგეთ ეხლა ამ კონტექსტში რო ავიღოთ როცა უკვე შეიძლება ზანგეზურის თქვენ სწორი აბძანეთ ჩვენ შეიძლება რაღაცა ტვირთები დავკარგოთ ტრანზიტის თვალსაზრისით. მე არ ვიცახი რომ მთლიანად, მაგრამ რაღაცა ჩამოაკლდება, იმიტომ რომ ეს რო ამუშავდეს, რკინიგზაც რო იქ ამუშავდეს, ხო? მაშინ ეს დაეთყობა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას. ჯერ უცბად არ იქნება, მაგრამ როცა ყველაფერი ამუშავდა, დაეთყობა. ამიტომ ჩვენ ასევე აი უბრუნდები ჩვენი ესე იგი ტერიტორიების საკითხს, რომ სამხრეთის გზა, ზანგეზურის ამუშავება და ირანის გზის ამუშავება, ეს არის ერთ-ერთი კიდევ მნიშვნელოვანი თემა. ტვირთების სამხრეთ, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი, ხომ? ჩვენ გვაქვს მარტო აზერბაიჯანს ხო არა აქვს ხაზი რუსეთისგან, ჩვენ ორი ხაზი გვაქვს, აფხაზეთიდან და იგივე ცხინვალიდან. ესენი გამოვიყენოთ, აი უყურეთ, ჩვენ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ სატრანზიტო საშუალებები ავამუშავოთ ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი, რომელიც აგერ თურქეთისკენაც მიდის, ეგერ ირანისკენ მიდის, ბანდერ-აბასის ისა რა ქვია, პორტი და მე ინდოეთი. წარმოვიდგინეთ, ამხელა კავშირია. ჩვენ თუ შუა აზიისა და კასპიის მეშვეობით ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი ვართ, უკვე გავხდებით, ესე იგი ჩრდილოეთის საქართველოს გავლით უკვე ირანი და იქეთ უკვე ინდოეთის დამაკავშირებელი. ანუ ჩვენი ფუნქცია არის ამ კომპლექსებში აქტიურად ჩავება და ზოგიერთი ტვინგახურებული რასიძახის იცით მინდა ვთქვა, ჩვენ თუ იქ ვირაბი გავხსენით და რკინიგზა გავხსენით რუსეთთან, რუსეთი დაგვიპყრობსო. ჩემო ძვირფასებო, ეს არის აი ჩამორჩენილობის ერთ-ერთი მაჩვენებელი. დღეს სამხედრო დოქტრინები იცვლება, იმიტომ რომ ის საომარი მოქმედებები ზოგს რო გონია რომ მატარებლით და იმითი ცხენებით და მანქანებით რო შედიან და იპყრობენ, ეს აღარ არის. დღეს დრონებით, რაკეტებით და მაღალი ტექნოლოგიური ომები მიმდინარეობს. აი ახლა რაც უკრაინაში ხდება, თელ სოფლიოს შეაცვლევინა ომის წარმოების მიმართულებები და ეს ესე რაღაცა იგივე აი პროპაგანდის ერთ-ერთი ნაწილია, რომ არაფერი არ უნდა გავხსნათ, დაგვიპყრობენ, არ ხდება ესე არანაირ დაპყრობები, რაკეტები დაფრინავენ და დრონები დაფრინავენ. ჩვენ ეს მომენტი უნდა გამოვიღოთ, რატომ ვამბობ? ჩვენ გვაქვს დღეს ისეთი მნიშვნელოვანი ბერკეტები, ისე შეიცვალა ვითარება სოფლიოში და კავკასიაში განსაკუთრებით რომ ამის გაკეთება შეგვიძლია და ხელისუფლება თუ ამას არ აკეთებს რუსეთმა უნდა გაანძრიოს ერთი ადგილი ბოდიშის მოხდით რომ საზოგადოებრივ ინიციატივას მისცეს საშუალება და აქ ჩვენ შევქმნით იმ ვითარებას რომ ხელისუფლება იძულებული გახდეს აი ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგას და დაიწყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. აი ახლა მე თქვი კიდევაც რომ აი თქვენ განცხადებაზე ერთადერთი რაც უნდა თქვას ახლა მე ვთქვი რომ წამოვიდა სიგნალები, მე ვერ დაგეთახმებით რომ სიგნალები არ იყო. ერთადერთი ხა ჩვენ გვინდა და მეც კი სიგნალი არ იყო, მეც კი არ მithქვამს. არა, აბა ეხა აი რაღაც ინიციატივებზე რაცაც თქვი, მეტი რა ინიციატივა უნდა იყოს, ეხა გეუნება ადამიანი. გეუნება რომ სადამდე თქვენ გამოყვებით, იქამდე გამოყვებით ჩვენო. მეტი რაღა უნდა თქვას. ეხა დიპლომატიურ ენაზე მეტის ვერაფერს ვერ იტყვი. ყველაფერზე თანახმოვარ დაგელაპარაკოთ. ყველაფერზეო, ეს მაგას ნიშნავს. და ინიციატივები ახლა ერთადერთი არის ინიციატივა თუ რაღაც სიგნალი რომ თქვას რომ აი მე გიბრუნებ შენ და რაღაცა აი ერთი კითხვა დაგისვამთ ერთი კითხვა მინდა დაგისვამთ რა მეთანხმებით არ მეთანხმებ მაგი არ მინდა კარგით აი იგივე ავტობუსის თემა ეს ავტობუსი სახელმწიფო ავტობუსი უნდა იყოს
იცით რა არის ესეთი აი რომელმაც უნდა იაროს ცხინვალი ისა თბილისი ეხა რუსეთის ოფიცი აი გეტყვით რახა დამისვით გეტყვით ეხა რუსეთის თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა რომ საგარ უწყება გამოვიდეს რუსეთის და თქვას რომ ჩვენ აი საქართველოს თავაზობთ იმას რომ იმოძრაოს ცხინვალიდან თბილისამდე ავტობუსმა ესეთი რა მაგი არ მithქონს აი როგორი საკით უნდა წამოვიდეს რუსეთიდან ეს ინიციატივა როგორ უნდა ინიციატივა რუსეთისგან უნდა წამოვიდეს შემდეგნაირი ჩვენ გვაქვს ინიციატივა იგივე ცხინვალ მხარესთან ერთად მოვილაპარაკოთ ხელი შეგვიწყონ რომ მოლაპარაკება შედგეს შევქმნათ კომერციული სტრუქტურა რომელიც ინიციატივა მიმოსვლა დანიშნავს ესეთი ავტობუსის მიმოსვლის დანიშნავს ხარი უნდა დაუჭიროს ავტობუსაც დაგინიშნავს ბატონო ლევან ხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს და გავიგე მაგრამ შენ და დიპლომატებმა ილაპარაკონ არ ხდება ეს არა ერთი წამი შენ აგაკ იმ დასავლეთია და ვერ არა ჩვენ რატომღაც ველოდებით აი იცით რა არის აი ეს რატომღაც ველოდებით რუსეთმა უნდა გადმოდგას და შენ გაქვს ამ რუსეთთან სალაპარაკო აი რატო უნდა გეხვეწოს რუსეთი რაღაცას ვიდახი აი რაშუაში არა აბა ინიციატივას დაუჭირონ ხარი მეთქი ჩვენ არა დაუჭერენ შენ არა ერთი წამი ბატონო ლევან თუ შენ იტყვი რატო არ დაგიჭერს ხარს კაცო დაგიჭერს მაგრამ თქვი შენ თქვი რომ ავტობუსი მინდა დაგიჭერს ამაში რუსეთი მხარს თქვი ხო არ იძახი ხო დრაგი ნამოსები თქვენ გინდათ რომ აი უყურეთ რაშია შეცდომა ეთქობა აი შეცდომა რაშია კარგად უნდა იცნობდეთ როგორ მუშაობს რუსეთის სახელმწიფო სისტემა რუსეთის სახელმწიფო სისტემაში სწორედ ეს მიდგომებია რომ მათ ისინი აკეთებენ რეაგირებას მარტო იმაზე რასაც იტყვის აი ერთი წამი მე ოფიციალური მხარე მომისმინეთ ეს აი იგივე შეცდომები დაუშვა რუსეთმა უკრაინაში ეს ომია მოდი რა ეხლა უკრაინას ერთი წამი ამაზეა ლაპარაკი ერთად უყურეთ რაზეა ლაპარაკი როცა საფრენ შენი მეზობელი ვერ დგამს ნაბიჯს თქვა ლავროვმა, აი აგიხსნით ეხლა თქვენ და ამას მიაქციეთ ყურადღება. ლავროვმა თქვა, სადამდემაც წახვალთ, იქამდე გამოყვებით, გასაგებია. ამას არავინ ამბობს, რომ იმპულსები არ ყოფილა, წინ რაღაცა მოწოდებული წინადადებები არ ყოფილა. საქართველოს არ რეაგირებს ამაზე და იძახის იმას, რომ პირიქით, აი მოდით თქვენ დაგვიბრუნეთ ტერიტორიები, მერე დაგელაპარაკეთ, რაც მიუღწევადია ამ ფორმატში, მიუღწევადია და ვერ მოხდება ესე. ამიტომ მაგ გამოსავალი რა არის, ხო უნდა მიხვდეს მხარეები, რომ აქ ამას იმიტომ ვერ ამბობენ რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზული ზეწოლისა და პროპაგანდის გავლენის ქვეშ არის მოქცეული ეს არის ფაქტი ამიტომ არის აქ თავარი როცა ვამბობთ ჩვენ რომ საზოგადოებრივ ინიციატივას დაუჭირონ მხარი ეს უკვე შეცვლის რას რომ ავტობუსი უნდა იყოს კომერციული სახელმწიფო ავტობუსი არ ივლის სტრუქტურამ უნდა გააკეთოს და როცა ვიძახეთ ელემენტარულ მაგალითს იგივე ქართული მხარე ხილვალიდან წარმომადგენლები ქმნიან ერთობლივ რაღაცა საწარმოს და ავტობუსი იწყებს და მე რუსეთი რა გინათ უნდა აუნთოს ერთი წუთით ამას უნდა აუნთოს მწვანე რუსეთმა და მე უნთებს ერთი წამისმაც გამიგეთ ამიტომ როცა ესეთი რამე ამუშავდება ეს შექმნის ახალ რეალობას და მე უკვე ხელისუფლების მხრიდანაც პოზიციები შეიცვლება ბატონო ლევან ერთი წამით რა ჩვენ დროში არა ვართ შეზღუდულები მაგიტო გეუნებით არ მინდა ეხა მე ეხა ისე გამოვიდეს რომ აი რაღაცა ერთი და იგივე ეხა დიდხანს ხო ვერ ვილაპარაკებთ რა არა ერთი და იმიტომ რომ მე ვერ გავიგე და მაყურებელმაც ვერ გაიგო თქვენი განცხადება და მაგიტო გეკითხებით ეხა თქვენ ამბობთ და გავიგე ეს ყველაფერი თქვენ ამბობთ რომ რუსეთმა დაუჭიროსო რაღაც წამოსულ ინიციატივას ხდება დაუჭერს და თქვი და ჯედაროცვი რომ თქვი რომ მინდა გინა აი ამ საექსპერტო დონიდან იყოს წამოსული ვინ უნდა თქვას თქვენ თქვი ვის გულისხმობთ ვის და საქართველოს მხრიდან იყოს ეს წასული განცხადება ვის გულისხმობთ ხელი პრემიერ-მინისტრის თქვენ ვის გულისხმობთ თქვენ ვინი გულისხმობთ ვისგან უნდა წავიდეს ინიციატივა მე გეკითხებით თქვენ ხო თქვით რომ ერთხელ გეუნები ინიციატივა არის პირადად ჩვენგან აი გეუნებით არის კერძო პირების ინიციატივა საზოგადოების ჟავანაძის და ბოდიში ერთი წამით ეხლა ამხელა ქვეყანა მე ეხლა კიდე ერთხელ გეუბნებთ ამხელა ქვეყანა ამხელა იმპერია ვერ გააკეთებს განცხადებას ლევან მამალაძის და ნიკოლოზ ჟავანაძის განცხადებაზე ეს უნდა გაკეთდეს სახელმწიფო დონეზე თუ სახელმწიფო მართქვა რომ მე მინდა რაღაცა აი მაგალითად ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით საკითხი გადაწყდეს თუ თქვა სახელმწიფო მაგში გააკეთებს რეაგირებას ეხლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ რომ რაღაცა საქართველოში ვიღაცამ თქვას ისა და ამაზე გამოეხმაუროს არ ხდება ეს რაშუაშია ვიღაცამ თქვა ოფიციალურად მივმართავ და უნდა მაშინ ნუარი უნდა გითხრა და ან დაგვეთახმო
ხო, მაგრამ ოფიციალურად არ მუშაობს თქვენ რასაც იცახით. თქვენი ვარიანტი რაც არის ლავროვის ვარიანტი, არ მუშაობს. და მე ვისი ბრალია, მე რო არ მუშაობს, შეთავს დააბრალე. საქმობას კი არ იძახის. ეუნება რომ ის რა ქვია, ტერიტორიები დაგვიბრუნე და მე დაგელაპარაკე. ერთი წამით რა, მოდი ერთ რამეზე შევთვალე. არ მუშაობს და ეხლა რო არ მუშაობს, მე ერთი წამით რო არ მუშაობს, შეთავს დააბრალე. მე კაცო არ გინდა შენ ტერიტორიების აღდგენა, არ გინდა ურთიერთობა. თქვენ რო თქვით სიგნალებიო, მარტო ამაზე ხო არ უთქვია რუსეთს. ეხლა მე ისე კი ნუ გამომიყვანთ, ახლა რუსეთის ინტერესებს ვიცავდე, კაცო და თქვენ მე კიდე ერთხელ ვიძახი. რუსეთის მხრიდან გაკეთა განცხადება 3+3-ში ჩართვაზე. 3+, ეხლა ეგ 3+3 უკვე მოიშალა, იმიტომ რომ აქ უკვე ისეთი ამბები წავიდა ამ რეგიონში, მაგ 3+3 მოიშალა ჩავაბაროთ წარსულს. ხო, მაგრამ ერთი წამით უყურეთ, სანამ ჩაბარდებოდა წარსულს, ეს იყო საქართველოს ტერიტორიული ცდილობის აღიარება იგივე, იმიტომ რომ შენ ამ 3+3-ში რომ მიიღებდი მონაწილეობას, ეგ იმას ნიშნავს, რომ შენ საზღვრებს ცნობს ის ქვეყანა. 3+3-ში არ ჩაერთე, ბრიკში არ ჩაერთე, მოლაპარაკებებში მარტო ის კი არ იყო კაცო რომ სადამდეს გამოყვებითო, ყველა იმაში და ხა იძახე შენ ეხლა ვერ დგამ და დებილი თუ ხარ, თქვი რომ დებილი ხარ მაშინ. თუ არ გინდა შვილო არც აფხაზეთი გინდა, არც მეტი რა ქნა სამ ქვეყანამ 1000-ჯერ გითხრა. ეხლა თქვენ იძახით რომ კერძო ინიციატივა, კი ბატონო, აი ხა თქვენ რასაც იძახით, ეხლა თქვენ თუ მაგას გული ხო, აი მაგალითად ხელმოწერები გროვდება რუსეთთან დიალოგის დაწყების შესახებ. აი ამაში მე ამაზე გაკეთება განცხადება 100,000-მდე უკვე არის ხელმოწერა შეგროვებული. ჩვენც ვარ ჩართული ამ პროცესებში, მათ შორის პარტია სოლიდარობა მშვიდობისათვის, მე მადლობას მინდა უთხრა პარტია სოლიდარობა მშვიდობისათვის თავმჯდომარეს ბატონ მიხეილ ჟღენს, რომლის ინიციატივითაც დაიწყო ამ ხელმოწერების შეგროვა ამ პარტიამ. და ამაში ჩართული ვარ ჩვენც, ამას უკეთებთ რეკლამირებას, ერთადერთი ტელევიზია ვარ ჩვენ. აი ხლა 100,000 ხელმოწერა. აი რო არ მოხდეს რეაგირება რას იცით? როგორ? რეაგირება რო არ მოხდეს. თუ არ ერთი წამით მე ვიცი რომ მოხდება ამაზე რეაგირება, მაქვს ამის. ხო, აი ეს უკვე ხა, იმიტომ რომ 100,000 ხა უყურეთ 20 კაცი რო გაუგზავნის წერილს რომ ავტობუსი დამინიშნდეო, იმაზე შეიძლება რეაგირება არ იყოს, მაგრამ 100,000 კაცის უგულველობა ყოფა ნაკლებად სავარაუდოა და ის რომ ჩვენი ხელისუფლება თქვენ რასაც ამბობთ ვერ დგამს ნაბიჯს, ეს რუსეთის ბრალი არ არის, შენ თავს დააბრალე. იმიტომ რომ რუსეთმა გითხრა 3+3-ში მონაწილეობა, ბრიკში მონაწილეობა, დიალოგის დაწყება, 1000 ინიციატივები და ეხა შენ რომ ამ ტყვეობაში ხარ, ამისი რომ აქ ანტირუსული გარემოა, ეგეც შენი ბრალია, იმიტომ რომ არაფერს არ აკეთებს, ყველა ტელევიზია, სამთავრობო ტელევიზია ანტირუსული სარედაქციო პოლიტიკით არის განსაზღვრული. საპარლამენტო დელეგაციები თუ დეპუტატები ამით არის, ეხლა პირდაპირ ეთერში გვასმენინებენ ჰომოფობიურ განცხადებებს. და ეხლა რუსეთს ნუ დავაბრალებთ იმას, რაც ჩვენი ბრალი არის. რომ ეხლა შენ რო ვერ დგამ ნაბიჯს, ეხლა ბოდიში რა, ეხლა რო ვერ დგამ, იდიოტი ხარ და ნუ დააბრალებს. როგორ? ნუ დააბრალებს, რატო აბრალებს? ხო და არა, თქვენ რო თქვით რომ აქ იმისი რუსეთმა უნდა გაითვალისწინოს რომ იმისო რომ ანტირუსული გარემო, მე ჩემი ბრალია რომ ანტირუსული გარემოა კაცო შექმნილი. შენ მოაგვარე მაგ სიტუაციას. მე ანტირუსული გარემო საქართველოს რო ვერ უმკლავდება რაკნას. და რო ვერ უკლავდება, მე რატო ვიზრუნო ამაზე, კაცო? მე რატო ვინა ვიზრუნო, ავდგები? აბა რა მაშინ რა აზრი აქვს, რას გთავაზობთ ეს? მაგას გეუბნებით, თქვენ ესე იგი ერთი წამი ბატონო ლევან, რას თავაზობ და ერთი წამი და რა უნდა გაკეთდეს ამას არა. რა უნდა გაკეთდეს და ერთი წამი ავატყოფი რო არის, კაცო, ერთი წამით. ავატყოფი რო წევს ლოგინში, ხო? ლოგინში რო წევს. ჭირდება წამალი ან ისა რა ქვია, ან ოპერაციის ჩატარება. და ეხლა რო ატეხოს ტლინკები რო აყაროს ამ ავატყოფმა, არაო კაცო, მე მაინც არ მორჩებიო და არც ოპერაციას გავიკეთებ და არც წამას დავლევ. და რა ქნას ეხლა ძალით ხო ვერ ჩაატარებენ ოპერაციას და ძალით ხო არ იმას იზამენ. აი მე წამალი და ის ვინ უნდა უთხრას. წამალი შენ არ გინა დალიო ბიძიკო და არც ოპერაცია გაიკეთო და საქართველოს სამრამში არის. ბატონო ლევან, ერთი წამით მოგცემ სიტყვას, ხო გითხარით, არა ვარ შეზღუდულები, არა დროში რა. არა, შენ არ გინდა წამალის დალევა, შენ არ გინდა ოპერაციის გაკეთება. და შენ რატო აბრალებ იმ ექიმს, კაცო? ის ექიმი გეუნება მოვალ წამალსაც დაგალევინებ და ოპერაციასაც გაგიკეთებ თუ საჭირო იქნება ოპერაციის გაკეთება. და ეხლა შენ აბრალო იმას ექიმს, რომ ექიმის ბრალი, რა ექიმის ბრალი, შენ არ გინდა შვილო არაფერი, კაცო. და აქედან გამოდიეთ თქვენ რომ ლაპარაკობთ იმაზე, ეხლა რომ აიო ეს სიტუაცია როგორ და არ გინდა შენ და ხვალ და ზეგ.
ადგება ეს რუსეთი და მიიერთებს იმ აფხაზეთს და სამაჩაბლოს და დაგიქნებს ხელს. აი ეს იქნება. თქვენ იცით თუ არა, ეხლა აფხაზეთის ხელისუფლება მიიღო გადაწყვეტილება, მაგალითად, ეხლა შეიძლება ეს თურქული გავლენის ბრალია თუ რისი ბრალია მიიღო, რომ ვეღარ კანონ პროექტია, უпростоრე ჯერ არ მიუღიათ კანონი, რომ ვერ დაბრუნდება ყველა ის ადამიანი, ვინც იბრძოდა აფხაზების წინააღმდეგ და ყველა ის, ვინც აგრეთვე ოჯახის წევრია იმ მებრძოლისა. ეს რას ნიშნავს? იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთში ვერავინ ვერ დაბრუნდება, იმიტომ რომ 99% ყველა ბრძოლობდა იქ, ხო? და ეს რას ნიშნავს? იმას, რომ უკვე ყვითელი ბარათი გიჩვენეს. არ გინდა აი ხვალდაზე იქ თვითრინავები აღდგა სოხუმთან, მატარებელი აღდგა, გამარტივებული წესით ხდება პასპორტების დარიგება. გელოდა და არ გინდა შენ ამის გაკეთება. და ეხლა თუ თქვენ ამბობთ რომ აი ამ სიტუაციაში აბა როგორ მოვიქცეთო, როგორ მოვიქცეთ და უნდა წავიდეთ და ველაპარაკოთ. და არ მივდივართ? თუ არ მივდივართ, ველაპარაკეთ, კაცო, თქვენ ხო ველაპარაკებით. მე არ ვარ ხელისუფლება, კაცო, მე რას ველაპარაკები? მე ხელისუფლება არ ელაპარაკება, რა და ჩემი მე ერთი წამი თქვენ ეხლა ბოდიში ბატონო ლევან, ეხლა თქვენ მეცნიერებათა დოქტორი ბრძანდებით ქვემო ქართლის გუბერნატორი ყავით და ძალიან დიდ მაღალ თანამდებობაზეც გიმუშავე. ეხლა ნიკოლოზ ჟავანაძეს რო ძალა გქონდეს, მე აქამდე მაგ პრობლემას მოხსნიდი. მე არ ფიზიკური პირი ვარ. მე რო ველაპარაკები რა, მე ხელისუფლება ვარ. ესე იგი თქვენ არ უშვებთ სხვა ალტერნატივა ამერიკელები როგორ მუშაობენ აბა აგვიხსენეთ თქვენი ხედვა როგორა ამერიკელებს რატო აქვთ იგივე დასავლეთს ამდენი გავლენა ამდენი NGO-ების შექმნეს მათი მეშვეობით მოვლენებს ქმნიან საზოგადოებრივ ასაყალიბებენ მაგენ რატო აკეთებენ ამას ერთი წამით უყურეთ რა ხდება აქა რუსეთი მუშაობს სხვაგვარად. გეთანხმებით თქვენ, რომ არა, გეთანხმებით, უყურეთ, ერთი წამით, აქ რომ რუსეთმა ჯერ არც ერთი რუსული ის არ არსებობს პარტია, არც რუსული მედია საშუალება. არაფერი არ არსებობს, მაგრამ თქვენ თვითონვე ციძახით, ეხლა რომ აქ არის საშინელი ანტირუსული განწყობები. აქ რომ რუსეთმა მართლა ვინმე დააფინანსოს ჯერ არავის არაფინანსებენ და ატეხილი აქვთ ამბავი, მაგალითად ჩვენ ბატონო ნიკოლოზ, ანტირუსული პროპაგანდა და ანტირუსული განწყობა ვინ შექმნა? ვინ შექმნა ხელისუფლება? ხელისუფლებამ შექმნა, ხელისუფლებამ დააფინანსა თუ როგორ გააკეთა? ხელისუფლებამ შექმნა, იმიტომ რომ უყურეთ დანაშაულებისა, როდესაც შენ ადამიანი იქჩობა და არ გადაარჩენ, ესეც დანაშაული არის. რო ხედავ რომ წყალში იქჩობა და რო არ გადაარჩენ. ეს არის გულგრილობა. და შენ როდესაც ხედავ რომ საქართველოში 13 წელია კი ბატონო თავიდან ეს ანტირუსული გარემო სააკაშვილმა შექმნა მაგრამ 13 წელია რომ ხელისუფლებაში ხარ შედალოცვილო შენა რაღაცა მოდი შენი ეს ტელეიმედი რო გაქვს პირველი არხი რო გაქვს ეს რუსთავი 2 რო გაქვს და რუსეთის გინება რომ იდის ამ ჩემი ბრალია ეს ყველაფერი კაცო შექმნი ამ ანტირუსულ გარემოს კომისია რო იმართება წულუკიანის და ერთმანეთს რო აგინებენ შენ ხარ რუსი აბა ვისი ეს არის აბა ვისი ბრალია ხელისუფლება ქმნის ანტირუსულ გარემოს ერთ იმ პოზიციას რო რუსეთს აქვს ერთი ხაზი და მეტი სხვა ხაზი არ არსებობს და ეს არის რა რუსეთი არა ერთ ყველა ქვეყანას აქვს თავისი გეოპოლიტიკური რაღაცა გარკვეული კურსი გეთანხმებით იმაში რომ ამერიკა მუშაობს NGO-ების მეშვეობით შეიძლება ეგ კარგი იყოს მე იმას კი არ ვიძახი რომ ეგ ცუდია რო ყოფილიყო მაგრამ ნუ ამ ქვეყანას ასეთი პოლიტიკა აქვს ის ელაპარაკება უყურეთ ამერიკა მაგალითად ხო ელაპარაკება ხელისუფლებასაც ელაპარაკება NGO-ებსაც ელაპარაკება ტელევიზიებსაც გესმით და საქართველოში რუსეთი ელაპარაკება მარტო ხელისუფლებას რუსეთი არ ელაპარაკება საქართველოს ელაპარაკებოდა როგორ უკრაინაში ვის ელაპარაკებოდა უკრაინაში უშენკოს იანუკოვიჩს ელაპარაკებოდა სანამ გავლენა იყო და დაკარგა მერე ხო კი ბატონო გასაგებია გეთანხმებით რომ რაღაცა შეიძლება იყოს მე გეთანხმებით ბატონო მთელ უკრაინას და ელაპარაკებოდა არა გავიგე მაგრამ მოდი ახლა ჩვენ ერთი რამე ვთქვათ ესეთია ეს ქვეყანა მეც გამიხარდებოდა აქ რომ დაფინანსებულიყო NGO-ები დაფინანსებულიყო ტელევიზიები რაღაცა სხვაგვარად ყოფილიყო განა არა თქვენ მე განა არ ვიზიარებ იმას რომ ესე რო ყოფილიყო მაგრამ ეს ქვეყანა ესე მუშაობს მაგრამ მოდი ახლა ჩვენ ჩავიყენოთ ჩვენი მდგომარეობა ჩვენ შევიდეთ შენ თუ გინდა კაცო რომ რაღაცა გადაარჩინო შენი მომავალი და ხვალ და ზეგ მართლა აღარ გაფორმდეს ეს აფხაზეთი და ცხინვალი იმ რუსეთის შემადგენლობაში ადექი და კაცი რო გეუნება მოდი ჩამოდიო დაელაპარაკე ისა ბატონ ნიკოლოზ აი მოლდოვაში რა ხდება და რუსეთი რას აკეთებს
მოლდოვაში სხვათა შორის ეხლა ძალიან გააქტიურდა ის პრორუსული ძალები დოდონის სახით და ასევე ის ხება და შეხვდა კიდევა და კრემლში ყავდა მოწვეული და ხო და კი ბატონო გააქტიურდა და შეიძლება შესაძლოა ის სანდუს ხელისუფლება დაასრულონ კიდევაც მაგრამ მოდი ჩვენს და აქ ჩვენთან რა ხდება ჩვენთან იქ თუ რაღაცა იყენებს სხვადასხვა მეთოდებს ჩვენთან რას ელოდებიან ვერ დგას ხელისუფლება ნაბიჯს ვერ ადგამს. არ ვიცი, მე არ გამოურიცხავ. რაც ახლა მიმდინარეობს აფხაზეთში, ცხინვალში, იმხელა ინტეგრაციული პროცესები რუსეთს რო არ გაუკეთებია, ახლა აქ რეალური დაკარგვა ამ ტერიტორიების. გასაგებია, მაგრამ კიდე ერთხელ ვიმეორებ, ბატონო ლევან, გასაგებია, რომ თქვენ რასაც შენიშვნები გაქვთ ამ რუსეთის მიმართ, შეიძლება ჩვენც გქონდეს ეგ, მაგრამ შენ თუ გინა ქვეყანა გადაარჩინო, ხო, შენ რო ხელისუფლება ხარ გავიგე რომ ნუ დაელოდები ამ რუსეთს შენ იმოქმედე შენი ეროვნული ინტერესები არაკეთებს ხელისუფლება რა უქრა არაკეთებს თუ არაკეთებს და ამ შემთხვევაში პოლიტიკურმა სპექტრმა ჩვენ აგვაქვს რეალობა ესეთი რაც მე ვთქვი ხელისუფლებაში არიან ძალიან ბევრი ნორმალური ადამიანიც მაგრამ არის ასევე დიდი ნაწილი NGO-ვიდან მოსული აი ამ ანტირუსული პროპაგანდის თანამონაწილე რომელიც ფულს ღებულობდნენ იცით რამხელა თანხა გამოიყენებოდა და ნაწილი არის რომლებიც ყოფილი ნაცები არიან ხო შერეული შემადგენლობა რაც ჩვენ გვაქვს და ეს კომისიაც რო ახსენეთ ესეა არ დგამენ ნაბიჯს რა ვქნა თქვენი წინა რა ვქნა და ერთი წამი თქვენ იცით როგორი პოზიცია გაქვთ ახლა კარგად გამიგეთ აი ჩვენი ხელისუფლება არ დგამს ნაბიჯს რუსეთიდან არ მოდის ის პოზიცია რომ არ აძლიერებენ აქ პრორუსულ ძალებს და იმ ძალებს რომლებიც არა მე არ მithქვია პრორუსულ ძალებს ძალებს შეიძლება კი ბატონო შეიძლება პრორუსულ საერთოდ არ მithქვია ეგ არა ნუ თქვენ ხო თქვით რომ ამერიკაო იქო მუშაობსო მე გითხარით მუშაობის სტილი ხო არა ხო და არ მუშაობ ერთი წამით არ მუშაობს იმ მიმართულებით რომ NGO-ები გააძლიეროს როგორც ამერიკა მუშაობს ისე არ მუშაობს რუსეთი აქ NGO-ების გასაძლიერებლად პარტიების გასაძლიერებლად არ მუშაობს კი ბატონო მაგრამ რახან არ მუშაობს შენ ამითი გეხსნება პასუხისგებლობა იმისი რომ დაიწყო ეს მოლაპარაკებები რუსეთთან შენ აი ჩვენ გეკითხები ბატონო ნიკოლოზ თქვენ ბრძანეთ თუ თქვენ მარტო წამყვანი არ ახართ თქვენ ახართ პოზიციის გამომხატველი პოლიტიკოსი ვითხარით თქვენი ვარიანტი ხელისუფლება არაკეთებს ნაბიჯს ჩვენ რა მე აი გეტყვით მეგიწული პროცესი ამ ტერიტორიების ეხლა დაიწყო რუსეთმა რკინიგზა გახსნა თვითმფრინავი დანიშნა ტურისტების შეიყვანა და ასე შემდეგ აფინანსებს და ასე ეხლა დაიწყო რა რაც ჩვენთვის სახიფათოა ნაბიჯს არ დგამთ თქვენი წინადადება როგორც პოლიტიკოსის რა არის და გეტყვით რა არის სამწუხარო ჩვენ თელია ეს 30 წელია აი საბჭოთა კავშირმა ეთყობა იმ ეხლა რა ვქნათ გეტყვით ხო აი ჩვენ ხო დროში არ ვართ შეზღუდულები ჩვენ 30 წელია ჩვენ აი ამ საბჭოთა კავშირმა ერთის მხრივ კარგი გაგვიკეთა რომ ყველაფერი აწყობილი სისტემა გქონდა გლეხი არ ფიქრობდა იმაზე სად გაეყიდა ეს მანდარინი მოვიდოდა მანქანა ჩააბარებდა წავიდოდა რუსეთში ან არ ფიქრობდა ვიღაცა თქვათ იმ პროდუქციის გასაღებაზე მოვიდოდა ის და წაიღებდა ყველაფერი იყიდა კონვეიერული სისტემა იყო ეხლა ჩვენ ესეთი განცდა გვაქვს რომ ეს საქართველო ვალდებულია რომ რუსეთმა გადაარჩინოს. აი ესეთი ფსიქოლოგია აქვს ამ ხალხს. ხო, კი ბატონო, ეს ხელისუფლება უარგისია, მაგრამ ჩვენ არ ვუშვებთ იმას, რომ ეს სტატუს კო შეიცვლება და ერთჩვენიერ დღეს ეს ჩვენი სანატრელი აფხაზეთი და სამაჩაბლო გამოგეცვლება ხელიდან, იმიტომ რომ ვერ უშვებთ ამა. ჩვენ გონია, რომ თუ არ მოქმედებს ხელისუფლება რუსეთის მიმართულებით, რუსეთია ვალდებული იმოქმედოს. მე არაერთი ძლიერი პარტიის წარმომადგენლის მხრიდან მომისმენია განცხადება, რომ ბიჭო, რა ვქნაო, არ მაძლევსო ეს არ გვაძლევსო რუსეთი დაფინანსებას და მე რა გავაკეთო? ანუ პარტიებსაც უნდათ რომ რუსეთიდან დაფინანსება მიიღოს. ერთი წამით არა, კითხვას დავამთავრებ, თქვენ ხო გამისვით კითხვა და გაგცევთ მაგკითხვება. ხო და პარტიებსაც ყველა რუსეთს არის შეჩერებული. რუსეთმა ამ 30 წლის განმავლობაში არაერთ პარტიასაც გაუწოდა ხელი. არაერთი ბოდიში და განცხადებაც გააკეთა იმისათვის რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილიყო. აი 2000 მაგალითად 3 წელს, როდესაც ეს ჯერ კიდევ 2003 წლამდე რუსეთის პოლიტიკა რო ავიღოთ. აი თქვენ ხო თქვით იმპულსები, რუსეთი რატო არაკეთებს? შევარდნაძის დროს ხელი მოკიდა პრიმაკოვმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩამოიყვანა არძიბა ბაღებში. რამდენჯერ ჩამოიყვანა აქა? ის რა ქვია ოსების ლიდერი, აი ამ ცხინვალის რეჟიმის ლიდერი რამდენჯერ იყო ჩამოსული აქ?
ყველაფერს აკეთებდა რუსეთი, როგორმე დამთავრებულიყო ის საკითხი, დასმულიყო წერტილი, მაგრამ ამ კაცმა როგორ ჩაისდალევას არ დაადგა თავი იმ პარლამენტში, არ დალია ის ჩაი და არ გამოაცხადა, რომ გაიხსნა პარლამენტის ხტომა, არ აღირსა წერტილის დასმა. ანუ რუსეთი თვითონ გიწყობდა ხელს, ჩამოყავდა ეს და იყო იქ ლაპარაკი ფედერაციულ მოწყობაზე იყო თუ სხვა ტიპის მოწყობაზე, უნიტარულზე რა თქმა უნდა არ იყო. ანუ შევარდნაძის დროსაც იყო მცდელობა, მერე სააკაშვილის დროსაც იყო მცდელობა, ესე იგი, როდესაც ეუნებოდა პუტინი შეხვდათ აჭარაში ანტიტერორისტული ცენტრიო და დაეთანხმა სააკაშვილი სხვათა შორის და მერე გადააგდეს სააკაშვილი პუტინი და პუტინმა თქვა ნასკინულიო. ამის შემდგომ და სხვათა შორის აი გოგა ხაინდრავამ თქვა, ეხა გოგა ხაინდრავა სახელმწიფო მინისტრი იყო და ვიღაცა მეეზოვე ნამდვილად არ ყოფილა, თქვა რომ ერთ-ერთი დოღი ჩატარდაო მაშინო, აი დოღზე მიიწვიეს სააკაშვილი და მისი წარმომადგენლები რუსეთში და უთხრა იმან პუტინმაო, იხსენებს ეს ხაინდრავა, რომ პუტინმა გვითხრაო ჩვენო სააკაშვილს უთხრაო, აი ხო ხედავთ აჭარის საკითხი გადავწყვიტეთო და ეხლა ცხინვალის საკითხსაც ასე გადავწყვიტავთო, ოღონდ ჩვენო ვითანამშრომლოთ, ოღონდ გავწელოთ ეს თანა. ამან თქვა მეო ეხლა მაგას როგორ დაველოდებიო და გააკეთა ის რაც გააკეთა. ანუ ორჯერ ვიყავი ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის ადგენასთან ახლოს. ნელ-ნელა რომ მივყოლოდით ამ პროცესებს. ეხლა როდესაც შენ გიყურებს ეს პუტინი, რომელიც შევარდნაძის დროსაც იყო, სააკაშვილის დროსაც იყო, რომ გადამგდები ხარ, არა ხარ საიმედო. მოდი შენთან სალაპარაკოთ, შენ გადააგდე. მოიყვანე ნატოს ბლოკი. ეხლა შენ კიდე აქ უნდა გელოლიაოს ეს რუსეთი, რომ რაღაცა მოდი შენი ჭირიმე და შენ გენაცვალე. გეუნება გარკვეულად საგარეო საქმეთა სამინისტრო. მოდი და დავილაპარაკოთ. და თქვენ რო ლაპარაკოთ, აი რა ვქნათ, არ გვინდა ჩვენ აფხაზეთი და სამაჩაბლო, არ გვინდა ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ადგენა. და ეხლა თქვენ რო ამბობთ რომ ხელისუფლება რახან არ იძახის ჩვენ რა ვქნათო, ჩვენ რა ვქნათ და პარტიები რომ არის საზოგადოება, უნდა ამოიღოს ხმა ამ ყველაფერზე. აი ეს არის საზოგადო თქვენ რო იძახით, აი საზოგადოებამ დღეს აქციები უნდა მიმართებოდეს იმაზე, დევნილებიან დაწყებული რომ დაიწყეთ დიალოგი რუსეთთან. აი ეს უნდა იყოს. ხო იძახით თქვენ რომ ხელისუფლება უვარგისია ამ საკითხშიო, ხმა უნდა ამოიღოს პარტიებმა მაშინ. მე ამოიღოს მაგას გეუბნები. ხო და არავის მასარიღებს და რა გინდა ამ რუსეთში ყველაფერი ხო ბატონო გიორგი თქვენ ისა ნიკოლოს მოვყევით ყველაფერი, მაგრამ წინადადება რომ აქციები ჩატარდეს და მოვითხოვოთ აქციები კი არ არის, მარტო განწყობები არის, ვიღაცა ხმა უნდა ამოიღოს რა ბატონო ლევან აი ხა მოდით აქციები ჯერ ერთი ჩატარება ერთი, მეორე თქვენი ტელევიზია რამდენს მოიცავს, აი ამ პოზიციაზე რამდენი ადამიანი უყურებს მთელი საქართველო მთელი საქართველო უყურებს, როგორ უყურებს ესე ნომერ პირველი რეიტინგი აქვს თქვენ ტელევიზიას. ერთი წამით ეხლა რეიტინგი მე სიმართლე რო გითხრა ჩვენ მაღალი გვაქვს, მაგრამ პირველია თუ მეორე თქვენ გავრცელების არეალს თუ მეკითხებით გეუბნები. და მაგას ვიძახი, რომ მთელი საქართველო უყურებთ და რამდენად ავცელებთ ამ მთელ საქართველოზე ვრცელდება, გეუბნებით, მეტი როგორ აქვს ვრცელდება თუ ვიღაცა შევიდა მოისმენს. მაგრამ რეალურად რამდენი ადამიანი, აი რაცა ჩვენ საუბრობთ, რამ ხელა ბერკეტი აქვს თქვენ ტელევიზიას, რომ საზოგადოებრივი აზრი ჩამოაყალიბოთ. გეუბნებით, მთელ საქართველოზე ვრცელდება ჩვენი გადაცემები. მაგრამ რამდენი ადამიანი უყურებს ამას? ბატონო ეხლა ამის დათვლას რა თქმა უნდა ვახორციელებ. უყურეთ, მე სხვა რამეს გავანებოთ დათვლას თავი. მე რისი თქმა. არა, თუ მეკითხებით გეუბნებით ეხლა რომ თელი საქართველოზე ვრცელდება. ერთ საქართველოზე და ყველა შეუძლია ეს ნახოს. კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ რეალურად დიდი საშუალებები, რომელსაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, ადამიანს მოასმენინოს, ეს არის ის გავრცელებული ტელევიზიები, პარტიული ტელევიზიები, რომელიც ფინანსირდებიან და აი ამ ბერკეტები აქვს. ნაწილი არის მოქცეული სახელისუფლებო, ნაწილი დასავლეთის. აი ესეთი რაღაც. ანუ ის საშუალება რომ თქვენ სიმართლე სადგივარი მიიტანოთ, ის არის იმდენად მცირე რომ საზოგადოების ზეგავლენას დიდზე ვერ ახდენს. ეს არის ფაქტი. ეს ერთი ახლა ბატონო ლევან, ერთი წამით, ეხლა თუ მეკითხებით, ეხლა თქვენ მე გითხარით თელ საქართველოს ვრცელდება. ჩვენ რეიტინგით გვაქვს ყველაზე ეხლა ერთი წამით რეიტინგითაც ჩვენ სიმართლე რო გითხრათ უსწრებ ძალიან ბევრ ტელევიზიებს. ეხლა ეს არის ცვალებადი ისა. ეხლა რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს
მაქვს ხელშემშლელი პირობებიც, ეხლა თქვენ თუ გაინტერესებთ ჩვენ ახლა ჩაეძიეთ ამ ტელევიზიის სპეციფიკას, აი მაგალითად სილქნეტი ჩვენ სპეციფიკას კი არ ჩავეძიე ბატონო ნიკოლოზ, ჩავეძიე იმას, რომ დღეს საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბებაზე ზეგავლენა აქვს აბსოლუტურად სხვა მიმართულებებს, ვიდრე იმას, რასაც სათქივარს, რასაც ხოდა მეც გეუბნებით საზოგადოებრივი აზრის ფორმულირებას აღთესმეთ ეს ტელევიზია და სხვა ტელევიზიებიც. იმიტომ რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას უარახდეთ ეს მაყურებელი არ ეყურება, მაგრამ თქვენ რასაც იძახით, მე გეთანხმებით რომ ის ნაციონალური არხებიც მნიშვნელოვანია გაცილებით, იმიტომ რომ მათ უფრო მეტი მე შესაძლებლობებია. მაგრამ ესე არის, კარგად, საქმე, რამდენი დრო დაგჭირდება თქვენ რომ აი დაამთავროთ ანტირუსული პროპაგანდა და იყოს გახსნილი საშუალება. მე რატო უნდა დავამთავრო, კაცო, ხელისუფლების მანტიას მე რატო მარგუნებთ მე თქვენ? პარტიას არა, კაცო. აბა მე რატო უნდა დავასრულო? ვერც ერთი ბატონო, თქვენ არასწორად სვამთ, არ გეწყიდოთ, მაგრამ თქვენ აქცენტებს და კითხვებს არასწორად ასვამთ და გეტყვით რატო. თქვენ ესე არა, არასწორად სვამთ. კითხვა მე ვიფასებთ, კაცო, რა არა, კი არ გიფასებთ, ჩვენ რო ლაპარაკობთ, რომ ტელევიზიამ როგორ შეიძლება დაამთავროს ანტირუსული ისტერია, კაცო. როგორ შეიძლება? აბა ვინ აკეთებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას? აი, ხო დასვით, ერთი გაქცევთ პასუხს, თუ კითხვას დამიგდეთ ყური და გაქცევთ. ანტირუსული და გინაც ანტითურქული და გინა ატიაზე რა მნიშვნელობა აქვს? აი, ფობიები და ეს განწყობების შექმნას და განწყობების ჩამოყალიბებას ახორციელებს ხელისუფლება. იმიტომ რომ, როდესაც შენ მაგალითად ჩამოდის აქ რუსი ტურისტები და ვიღაცები ცემენ, ურტყამენ ქუჩებში, როდესაც ისმის რუსებს რა, მე ტელევიზიამ უნდა დავსაჯო ეს ხალხი, თქვენ რანაირად სვამთ ამ კითხვას, კაცო? მე დავსჯი ამ ხალხს. ერთი წამით დამამთავრებინეთ კითხვა, მე ერთი წამით კითხვა ხო დასვით გამაცემინეთ პასუხი, ახლა მართლა იგა გრიგოლიასთან ხო არა ვართ გადაცემაში რომ ვერ დავასრულოთ სიტყვა რა. თქვენც მოგცემ სიტყვას და რაღაცა ეს ბატონო გამეცით მე მაგრამ ხო და გააქცევ და თუ არ იმას მიქენით რა ქვია მომისე მე თქვენ შერეგერთი ტელეიმედსაც რო დაუსვა ეგ კითხვა და გინა რუსთავიორსაც არ არის სწორი ბილად რო თქვა არ არის სწორი იმიტომ რომ ვერც ერთი ტელევიზია ვერ შექმნის და ვერ ჩამოაყალიბებს რაღაცა გარემოს იმიტომ რომ ამას აკეთებს ხელისუფლება იმიტომ რომ თუ ხელისუფლებამ წაახალისა ანტირუსული გინაც სხვადასხვა განწყობები, ხო? თუ ამას ხელი შეუწყო, ვერც ერთი ტელევიზია ვერ აღკვეთს ამას. მე პირველის პროპაგანდა იმას სარედაქციო ერთი წამი ბატონო ლევან, დროში არა ვართ შეზღუდული მეთქი და ერთი წამი თქვენ პირველად თუ არ ახლა ჩვენთან გადაცემა. არა, უნდა ჩაგეკითხოთ, იმიტომ ისე რა ჩამეკითხოთ ერთი დამამთავრებინეთ, რასაც გეუნებით. ეხლა თქვენ ისე მოიგეთ, მე მგონი ჟურნალისტის მანტია თქვენ მოიგეთ, ვიდრე მე. ხო და გეუნებით რომ ჟურნალისტი არა ვარო და მეც ეხლა ესე შემოვედი თორემ გავჭუნდებოდი მაშინ. ხო, არა, იცი თქვენ რო არა ვარ და იმიტომ რომ თქვენ არასწორად აყალიბებთ კითხვას, რომ თურმე, ესე იგი, განწყობები და ისტერიებს აყალიბებს თურმე ტელევიზიები. ტელევიზიები ხელს უწყობენ. ბატონო ლევან, მაშინ დილაპარაკეთ და მე გავჩერდები, დილაპარაკეთ. აბა, რაც არ მithქვია, იმას იცახე, ტელევიზია არ არის საზოგადოებრივი. არა, თქვენ დამისვით, თქვენ დასვით. მონაწილე არ არის? ბატონო ლევან. თუ არ არის, მაშინ კი ბატონო, ერთი წამი თქვენ რა გჭირთ, მაგრამ არ შეგიძლიათ რომ მომისმინოთ ერთ წამით. თუ გინდათ დილაპარაკეთ მე გავკითხავს, როცა უკეთებთ არასწორ ინტერპრეტაციას, იმიტომ რომ მიმართულება თქვენ დასვით კითხვა, რომ თქვენო თქვენ რა დრო დაგჭირდება თუ არ დასვით კითხვა. არასწორიაო კითხვა მეუნებით, ეხლა ბოდიშ ვიხდი, იმიტომ რომ არასწორი კითხვა რა შეფასება აქვს. კითხვა სვამ, პასუხი უნდა მივიღო. კითხვა დასვით რომ ტელევიზიას, აი თქვენ ტელევიზიას რა დრო დაგჭირდება. ტელევიზიას აქვს უდით აი კითხვა რა იყო. თქვენ ამბობთ რომ ტელევიზია არ აქვს ბერკეტები საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების არა, ვერ გაიგეთ თქვენ, ვერ გაიგეთ თქვენ. ერთი წამით ვერ გაიგეთ თქვენ ეთყობა ჩემი ნათქვამი ან მაყურებელი კი გაიგებს მაგრამ თქვენ ვერ გებულობთ ეთყობა და რატო იცი რომ ტელევიზიას მოდით რა ერთი წამით ხო არ შეიძლება ორ ხმა ეხა თქვენ იცით რა არის თქვენ როგორი ფუნქცია აბა რატო მეუნები მაყურებელი მე ვერ გავიგე მაყურებელი გაიგებს არა იმიტომ რომ არ გიდათ მოსმენა თქვენ მოდი ესეთი პარიტეტი დავიცვათ აი 5 წუთი გაჩერდით ხმა არ მოიღოთ და მალაპარაკეთ და მე თქვენი ლაპარაკეთ შეფასებას თუ გაუკეთებთ ხმას არა შეფასებას მე თქვენ შეაფასეთ ჩემი კითხვა ვერ გავიგე ჩვენ რა იქვა შეფასება ჩვენ არა რატო არ გვინდა კაცო ვერ გავიგე მე რა აკრძალული მაკაკა გვინდა შევაფასებ გვინდა თქვენ შეგაფასებთ კაცო რა მნიშვნელობა აქვს არ მაქვს უფლება შევაფასო თქვენი კითხვა რამე რა კანონდარ არა გინდაც არასწორად შევაფასო ხო მაქვს უფლება რა
თქვენ შეაფასეთ თუ გინდა არასწორად ყველაფერი ხო და ამიტომ თქვენ ვისაც აქვს სად არის რაოთახში ზიან ყოიცით არა ერთი წამი თქვენ დასვით კითხვა და გამაცემინეთ პასუხი თუ არა და აზრი არ აქვს ეხლა თქვენ თუ ეს იცი რა არის ხა ადამიანს როდესაც არ უნდა და მოსმენა რაღაც ხო და არ მალაპარაკებს ბატონლევან თქვენ დასვით კითხვა რომ ტელევიზიას რა დრო დაჭირდება რომ ეს ისტერია დაამთავროს ხო დასვით ეს კითხვა და მე გაგცემთ პასუხს ხო შეიძლება ვილაპარაკო მაძლევთ უფლებას ტელევიზიას აქვს უფლება ტელევიზიას რა თქმა უნდა აქვს საშუალება განწყობების შექმნისა გებელსმა თქვა ჯერ მომეცით საინფორმაციო საშუალებები და ღორების კოლტება თუ აქცევ ხალხსო ტელევიზიას რო დიდი ძალა აქვს ამას რა თქმა უნდა დიდი რაღაც გარკვეულწილად მისია ეხლა იმან თქვა მაგალითად ჩალიკო ნათელაშვილმა ერთხელ იმან რუსთავიორი რო ყოლოდაო გერმანელებსო ვერ გაიგებდნენ ომი რო წააგეს ტელევიზიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ჩვენც ეხლა სიმართლე რო გითხრათ ერთადერთი ტელევიზია ვართ რომელიც ამ რუსულ ქართულ თემატიკაზე მუშაობს სხვა ტელევიზიები არ მუშაობენ ამაზე მაგრამ უყურეთ ამ ანტირუსული გარემოს თვითონ რეალურად რაც არის შექმნილი აი ეს რო ყველაფერი დავასრულოთ ჩვენ რაღაცა დოზით შეგვიძლია ეს გავაკეთოთ მაგრამ თლიანად ამ პრობლემას ვერ ამოვჭრით ვერ გადავწყვეთ რატო იცით ნაწილობრივ რაღაცა შეგვიძლიათ მაგრამ ჩვენ ხო დასვით კითხვა რომ თლიანად თუ შეიძლება თუ არა ამის თლიანად ამას ვერ ამოვფრით იმიტომ რომ როდესაც ყველა ცენტრალურ არხებში მიდის ანტირუსული განწყობები როდესაც ერთმანეთს აგინე შენ რუსო როდესაც ქუჩებში გადაკრა ესე იგი მთელი ესე იგი აი კედლები არის შეღებილი რაშა ფაკა როდესაც სკოლაში უნივერსიტეტში ანტირუსული განწყობები არის ეხლა ადამიანი როდესაც ახალგაზრდა ყალიბდება ხო როგორ ყალიბდება უნივერსიტეტი ქუჩა ტელევიზიები ეხლა ერთი ტელევიზია ვერ გაუკლავდება როდესაც ამდენი ყველა ტელევიზია ჩართულია ამ მიმართულებით ტელევიზიები უნივერსიტეტები სასწავლებლები ქუჩა სახელმწიფო ყველაფერი რო ჩართული არის ანტირუსული განწყობებით ხო როგორ უნდა შეძლოს ტელეკომპანია სეზონმა სიტყვაზე რომ ამას დაუპირისპირდეს ხელისუფლება როდესაც ერთი ადამიანი არ მიუცია პასუხისგებაში იმისათვის რომ რუს ტურისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს როდესაც ანტირუსული გამოვლინებები არის როდესაც მაგალითად აი პირდაპირ ეთერში გვასმენინებენ ამ ჰომოფობიურ განცხადებებს და ამაზე რეაგირებას არავინ არ ახდენს ეს ამას რანაირად შეიძლება ჩვენ დაუპირისპირდეთ და ამიტომ ვიძახით რომ ხელისუფლება თავისი უმოქმედობით თავისი აი უნარობით ხელს უწყობს იმას რომ საქართველოში იყოს ანტირუსული განწყობები და ეხლა თქვენ თუ აი ამბობთ რომ ტელევიზიას აიო თქვენო რაღაცა რამდენი ხანი შეგიძლიათ ვერც ერთი ტელევიზია ვერ დაუპირისპირ ვერ გაუკლავდება აი ამ საშინელ აი ამ განწყობებს თუ კი ხელისუფლებამ არ იმოქმედა აი ეს არის რეალობა აი მე გეტყვით სხვა რეალობას. აბა თქვენ მიმართეთ ხო გაქვთ რუსეთთან კონტაქტები და არა ვიცი თქვენ როგორც აგაქვთ აი ერთი წამით ბატონო თქვენ არა თქვენ ხო თქვით არა ჩემ ნათქვამსა არა მაგ რუსებთან კონტაქტები იმისთვის რომ პრობლემები მოვაგვარდეთ არასწორად ერთადაც მექნება კონტაქტი არა ბატონო ლევან ერთი წამით მოდით რა მე არ ჩაგეძიები თქვენ თუ თქვენ არასწორ ინტერპრეტაციას ან არასწორად თუ იტყვით მაგ შემთხვევაში არა მაქვს რო იძახით ეხლა რატო არ უნდა კონტაქტი თუ არა მაქვს მეთქი მე რა კონტაქტები მაქვს რუსეთთან ერთი მაინც როგორი კონტაქტები თქვენ აგაქვთ ისეთი კონტაქტები მაქვს მე ეხლა კონტაქტი ხო არის არა კონტაქტი ისეთი ადამიანებსაც შეგიძლია რაღაცა უთხრა არა აი თქვენ როგორი კონტაქტი ერთი წამით ბატონო ძალიან გთხოვთ რაღაცა თქვენ მე პატივს აქცევთ მაგრამ მაყურებელი ვერ გაიგებს დაიღლება მოდი რა ერთმანეთს მოусმენთ თავი გაანებეთ მოდი ჩვენ მე არა აბა რა სია მაყურებლისთვის ვლაპარაკობთ მე და შეხوار ვლაპარაკობთ აბა მაყურებელი შეგვაფასებს თქვენს და მე არა ხო და აბა ეხლა ვერ გებულობს ეხლა მე ვიცი აქა 20 წელი ამ სფეროში მუშაობ რო ორი კაცი რო ლაპარაკობს მაყურებელი ყავს მაგრამ იმასაც დაინახავს ხო და ეხლა თქვენ რო იძახით ხო ერთი წამით ბათქმევინეთ კაცო ვერ გავიგე რა ეხლა კი ბატონო ხო აბა ეხლა ვერ გავიგები ორ ხმაში რო ილაპარაკებ მაყურებელი როგორ გაიგებს თქვენ გამაწყვეტინეთ ბატონო იმიტომ გაგაწყვეტინეთ რომ არასწორი განცხადება გააკეთეთ როცა გითხარით რომ რუსეთთან ხო გაქვთ კონტაქტიო და რატომღაც არ მოგეწონათ ეს და გამაწყვეტინეთ გეუნებით თქვენ რუსეთთან ეხლა რისი თქმა მინდოდა სანამ პასუხს იტყვით რუსეთთან და მივხვდებით რისი თქმაც
ხოდა გაწყვეტინებთ არა იმიტომ გასაგები დავამთავრებ ერთზოდ და აი მივხვდებით რაზეა ლაპარაკი უყურეთ აი მარტივი თემაა რა აი ხელისუფლება ის მედიები ასე გასაგებია რა არ მინდა მაგაში თქვენი თქვით მე ჩემი თქვი რა არის აქ როცა არ გამოდის არაფერი ხო უნდა ვეძებოთ ალტერნატიული გზები რა არის ალტერნატივა თქვენს მაგალითზე გეტყვით მე ჩემ როცა გითხარი აი თქვენს მაგალითზე როგორ თქვენ ჟურნალისტი ტელევიზია სეზონი გარკვეული ურთიერთობები არის ჩრდილოეთთან ვთხოვოთ იმ ჩრდილოეთს რომ აი მოდით კი ბატონო თქვენ როგორ ჟურნალისტი მოგცენ საშუალება ჩახვიდეთ ცხინვალში და დაელაპარაკოთ ცხინვალის ხელისუფლებას საზოგადოებრივად აქტიურ პირებს და კითხოთ აი როგორ თვლით ჩემო ძვირფასებო ჩვენო ოსო ძმებლო ცხინვალის მოსახლეობამ რო დაინიშნოს ავტობუსი ცხინვალი თბილისი როგორ აფასებთ როგორ უყურებთ ამას და აი რაღაცა ესეთი რეპორტაჟის საშუალება რომ მოგცენ ეს უკვე თქვენი ტელევიზიისთვისაც და ანტირუსული პროპაგანდის საწინააღმდეგოდ გადადგმული იქნებოდა საქართველოსთვის სასიკეთო აი ეს ხო ელემენტარული საკითხი ხელისუფლება უნდა ამას მოდით აბა ესე დასვით საკითხი იქნება ამ მცირეთი დავიწყოთ ამ მცირეთი და გავანებოთ თავი რამდენჯერ გვითხრა იმან რა ქვია ლავროვმა მოდი დავიწყოთ და ჩვენებმა უთხრეს რომ არა არ გვინდა ურთიერთობა ხო აი რაღაცა მცირეთი ხო იქნება აი ესეთი აი წინადადება მაქვს თქვენთან დავუყენეთ საკითხი აი ეს მცირეთი გააკეთოთ რა გავაკეთო რომ ცხინვალში ჩავიდეთ რეპორტაჟი გავაკეთოთ ცხინვალში რომ ჩახვიდეთ და ცხინვალის ვინც არის დე ფაქტო ხელისუფლება შეხვდეთ აი გაიგოთ მათი აზრი როგორ უყურებენ ავტობუსის დანიშნვას ურთიერთობის იგივე ცხინვალსა და თბილისს შორის და საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანებს დაელაპარაკოთ. ეს ხო იქნება გადადგმო თქვენად დიდი არ გეწინოთ მაგრამ რაღაცა აი ამ ანტირუსულ პროპაგანდას შეეწინააღმდეგოთ. აი ბატონო ლევან არ გეწინოთ მაგრამ ეგ არის რაღაცა არ მიმაჩნია მე სერიოზულად და გეტყვით რატო. კი ბატონო მაშინ დაველოდოთ იმის არა დაველოდოთ რატო იცით ეხა ერთი წამით. რა ქვია ეხა მე რო ჩემი ლავროვის წინადადებას როდის გასცემენ პასუხს ველოდოთ იმას. არა ბოდიში და იცით რა შეა საქმე თქვენ ხართ ისა რა ქვია რაღაც სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი კი ბატონო კი თქვენ გამოსულ ხართ მაგალითად იმითი აი რაღაცა თქვენი პარტიით რომ იგივე რაც არის გაერთიანება რომ დაიწყოს დიალოგი რუსეთთან გაცხადება გაიკეთებია რა თქმა უნდა რა თქმა უნდა მაგით თქვენ ტელევიზიაში ბევრჯერ მითქვა ხო და აი უყურეთ როგორც თქვენ გამოსულ ხართ მეც არაერთხელ გამოსულ ვარ ჩვენ გამოსვლას იმ რეპორტაჟსაც ეხლა უყურეთ მე რო იქ რეპორტაჟი გავაკეთო და რო ჩავიდე მაგითი პრობლემა არ გადაწყდება პირიქით შეიძლება უფრო ცუდი მოხდეს და გეტყვით რატო მე რო ჩავიდე იქ და როსებს რო ვკითხო რომ იცით რა აი თქვენ მაგალითად ავტობუსის დანიშნვაზე და რაღაცა ეხა იცით რა არის იმან შეიძლება თქვას რომ კი მე თანახმა ვარ და მოაყოლოს მე რო რაღაცა სხვა რაღაცა და რას მოაყოლებენ იმ ტექსტს თქვენც კარგად იცით რომ აი საქართველოს სანამდე არ აღიარებს იმას ჩვენს დამოუკიდებლობას მანამდე ამ ავტობუსს არ დავიჯა ეგ უფრო ცუდს გამოიწვევს გესმით ცუდს გამოიწვევს ეგ ყველაფერი და ჩემი ჩასვლი და მე კიდე ხა მე კიდე ერთხელ ვიმეორებ მე იმიტომ შეგაწყვეტინე თქვენ აი ესა თქვენ ბრძანდებოდით ეხლა იმაში ჟელეზნაოჩკი თუ სტავროპოლში სად იყავით სტავროპოლის მხარეში იყავით თქვენ და რამდენიმე ექსპერტი იქ დიალოგი გაიმართა რა თქვენც გაქვთ უფლება ილაპარაკოთ მე როგორც კონფერენციებზე მივდივარ და მე რამე ექსკლუზივი კი არა მაქვს ამ რუსებთან კაცო არა რო თქვი თქვენ რო აიო თქვენო რაღაცა რუსეთ თქვენ როგორ ექსკლუზივი არ მიხსენებია რა შუაში არა თქვენ რო თქვით აი თქვენ მაგალითად ეხა დიდი ხანია სიტყვაზე იყავით ქვემო ქართლის გუბერნატორი ხო ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გაქვთ აზერბაიჯანთან იმიტომ რომ რეალურად იქ ეთნიკურად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ დიდი ხანია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არის ოკუპირებული აზერბაიჯანის მხრიდან დავით გარეჯის სახით აი თქვენ მაგალითად პირადად გისვამთ კითხვას აი თქვენი მხრიდან თუ რაღაცა აი არ შეიძლება რომ რაღაცა თქვენ ჩაერთოთ ამ პროცესში იმიტომ რომ მე მაგალითად ვიყავი წერილი გავაგზავნე ხერეთში მცხოვრებ ქართველებთან დაკავშირებით ძიმე მდგომარეობაში რომ არიან და სხვათა შორის ალიევის მხრიდან მოვიდა პასუხი რომ აი თქვენი ხელისუფლება ჩაერთოს ამიტომ ვიძახი მე რომ ხელისუფლებამდე მიდის ყველაფერი მე რომ დავსვი ეს საკითხი იმათ პრინციპში უარიც არ უთქვიათ რომ თქვა სიმართლე მაშინ არ იყო გარეჯისტება კიდე დაძრული აი თქვენ მაგალითად აი როდესაც საუბრობთ ეხლა თქვენ ძალიან დიდი გავლენა გაქვთ ქვემო ქართლზე აზერბაიჯანულ ეთნოზე აი ეს საკითხი რაც ეხება დავით გარეჯის მიმართულებას რა აი როგორ ფიქრობთ თქვენ აი ეხლა როდესაც აი ჩვენ ქვეყნებს შორის აი ესეთი სტრატეგიული პარტნიორობაა და აგერ იყო საგარეო საქმეთა სამინისტრი ჩამოსული
აი თქვენი მონაწილეობით თქვენს რო ჩაერთოთ ამ საკითხში მე არაერთხელ მითქვია რომ თქვენ საკმაოდ ისეთი ავტორიტეტული ადამიანი ბრძანდებით ამ მიმართულებით და აი არ შეიძლება ეს საკითხიც რო რაღაცნაირად იმიტომ რომ ჩვენ ქვეყნებს შორის არის რაღაცა შემაფერხებელი და დამარკოლებელი გარემოებები აი თქვენი რატო არის ეს საკითხი აი ხლაც იყვნენ ჩვენ ჩამოსულები ჩვენებიც მიდიანი ჩადიან არა და არჩევნები ამ ხელისუფლება გარეჯის თემით მოიგო გარეჯის რუკებით გარეჯის თემით და იმის მერე არავინ აღარ ლაპარაკობს ამას. იქნება აი თქვენც ჩაერთოთ ამ საკითხში, იმიტომ რომ მე სამწუხაროდ აზერბაიჯანთან არანაირი ურთიერთობა არ გამაჩნია, სიმართლე რო გითხრა. თქვენი წინა თანამდებობებიდან გამომდინარე რაღაც გარკვეული კონტაქტები გააქვთ, ეს დაგიდასტურებიათ, რომ აი რაღაცა ქონია ურთიერთობები აი ამ მიმართულებით არ შეიძლება რომ აი თქვენც თუ ვერ ჩაერთვებით, აი რა შეიძლება რომ გაკეთდეს ეს საკითხი რომ დავძრათ რომ აი ჩვენ ორ ქვეყანას შორის რომ რაღაცა პრობლემები, იმიტომ რომ მე აზერბაიჯანის თემაზე მინდა გადავიდე ზანგეზურზე და კიდე აი ამ თემაზე რაც არის იქ გაკეთებული განცხადები. კი ბატონო ეს გარეჯის თემაზე მე აუცილებლად გეტყვით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო მომენტებია თქვენ საქმის ყურში იქნებით. ხა სანამ ამაზე გადავალ ის ბოლო მომენტი მინდა დავამთავრო, შეიძლება ზოგს ეგონოს რაღაც კამათი არ იყო, უბრალოდ თვალთახედვის რაღაცა მომენტები იყო, შეუთავსებლობა. არა, კამათი კარგია პირიქით. ხო, ეხლა აი მაგაზე ძალიან მოკლედ ვიტყვი, აქ რაზე არის ლაპარაკი, რომ აი ეს თემა დაიხუროს, რა რაც წინა იყო. ესე იგი ლაპარაკია რაზე, რომ ჩვენ ფაქტიურად გვაქვს მდგომარეობა რუსეთის რაღაც განცხადებები, წინადადებები, სხვადასხვა თანამდებობის პირისამართ, შორის მაღალი თანამდებობის, ლავროვის თქმებავ და ასევე ჩვენგან საქართველოს ხელისუფლებისგან საწინააღმდეგო განცხადებები იმისა, რომ ეს დიალოგი დაიწყოს. აი ფაქტიურად დიალოგი არ იწყება, ამიტომ აქ ერთადერთი გამოსავალი რა არის, ის რომ ანტიბრუსული პროპაგანდა საქართველოს მარტო ვერ დაძლევს და ხელისუფლებას ვერ დაძლევს, ასეულობით მილიონი თანხაა ჩადებული. მე ამას უხსნიდი სწორედ თქვენ რომ ბრძანეთ იმ კონფერენციაზე რუსებს, რომ იმათი მხრიდან ისეთი ნაბიჯი უნდა გადმოიდგას პრაქტიკული წინადადებების მხარდაჭერა, რომ ჩვენ საშუალება მოგვეცემა, რომ ხელისუფლებაზე ზეგავლენა ვიქონიოთ, საზოგადოებაზე ზეგავლენა ვიქონიოთ და დიალოგი დაიწყოს. პრობლემების მოგვარების დიალოგი დაიწყოს. ნაბიჯები გადაიგას. აი მოკლედ რომ ეს თემა დაიხუროს. სამწუხაროდ აი რუსეთიც აი რაღაც თავისი ხედვები აქვს და ჯერჯერობით აი ვერ გადალახეს რომ აი დაიწყოს ესეთი რაღაცა. აი მომენტების მხარდაჭერა, რომელიც შეიძლება არც კი იყოს ხელისუფლების მხრიდან ღიად მხარდაჭერილი. მე არაერთი ბატონო ლევან, ბოდიში რა ბატონო ლევან, მე არაერთი კონკრეტული მაგალითი ჩამოვთვალე რუსეთის მხრიდან გაკეთებული კონკრეტული მესიჯი, რომელიც ითვალისწინებდა სწორედ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას გაადვილებდა ანტირუსული გარემოს შეცვლა. ეხლა სწავლის პროცესის დაწყებული, უფასო სწავლა ბავშვები. ამერიკაში არავინ არ უშვებს ბავშვებს უფასოდ. აი ეს ამერიკის და ევროპის სასწავლებლებში ესე მასიურად არ ხდება იქ გაშვება ბავშვების, იქ რაღაცა ფული თუ არ გადაიხადე. როდესაც რუსეთის ხელისუფლება სწავლას გიფინანსებს ბავშვებს, როდესაც პუტინი პირაპირ დიდი ხნის შემდგომ გილოცავს გამარჯვებას სამამულო ომზე, როდესაც აქ ტურისტები ჩამოდიან უამრავი და როდესაც ფულს ხარჯავენ, როდესაც ქართული პროდუქცია უპრობლემოდ ჩოდის, როდესაც ფრენები აღდგა, როდესაც უიზო მიმოსვლა, როდესაც გეულება ყოველ კვირას სახაროვა რომ ჩამოდი დავილაპარაკოთო цариელი ფურცლი დავიწყოთო მეტი რა უნდა გააკეთოს ეხლა ვერ ხვდები მეტი რუსეთმა რა თქვენ ამბობთ რომ მე თქვენ რასაც იძახით ეხლა რახან მოუტრიალდეთ ანტირუსული გარემოს დასრულება პუტინის კომპეტენცია არ არის. ეს არის ჩვენი ხელისუფლების კომპეტენცია. და თუ ბოდიში და იმას რა ქვია 95 ვისი კომპეტენცია ბოდიში ბატონო ისა ნიკოლოს. მასე ტრამპის და ბაიდენის კომპეტენცია იყო ანტირუსული პროპაგანდის დაფინანსება ხო დააფინანსეს. ვინ რა ჩვენთან მიდის ანტირუსული პროპაგანდა მთელი NGO-ები რო აფინანსებდა USAID და ამერიკის მერე გაყარე ერთი წამი მერე რუსეთი მერე ბოდიში და გაყარე მერე ეს ორგანიზაციები შენ რო იძახი რომ ბოდიში და ამერიკა არა მომისმინეთ ბატონო ისა ბატონო ლევან შენ რო ციტირებ რა ვერცები თქვენ აი რატოა ეს აი ჩემთვის გავუგე კი ბატონო არა რატო და უყურეთ ერთი წამით არა და ისე კარგად თავაზობთ რომ აი ესე იგი ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ არა უყურეთ რა ხდება არაფერს არ აკეთებ. დიახ, იცით რატო? მაგალითად, როდესაც შენ ტრამპს იშველიებ და ტრამპი ყავს იმათ, რა ქვია, ჩამოკიდებული ტრამპის სურათი, ტრამპმა სოროსის ფონდს პანჩური ამოარტყა და გააგდო.
და შენ თუ ტრამპიამდე აგდებს, რატო არის, რატო მოქმედებს სოროსის ფონდი საქართველოს? ტრამპი და კოპახიძე ერთი ძალის მქონე არის. ბიჭო, ვიღაცას ხო უნდა მიბად, ეხლა ბოდიში და თუ არაფრის ბოდიში თავი არა გაქვს, მაშინ იცი რა, ადექი და წადი რა. თუ შენ სოროსის ფონდის არის დადექი და წადიო კი ბატონო. ხო და აბა სოროსის ფონდის გაშვება, არა, შენ თქვენ მიყავთ ის სიტუაცია იქითკენ, რომ მეო თქვენ ესე იგი ისე ერთი არ მაცალეთ, აი პოზიცია რომ თქვა, თქვენ არ გაცადეთ ერთი წამი თქვენ იძახით. პოზიცია და თქვენ პოზიციას იძახით. კი ბატონო იყოს მასე არა, თქვენ იძახით. დავამთავროთ ეს თემა. არა, თქვენ ამბობთ რომ რუსეთი ყველაფერს თავაზობთ, მე ვიძახი რომ რუსეთი იქცევა ხისტად, თავაზობს წინადადებებს და კონკრეტიკა ამაში არ არის. აი მე ამას გეუბნები. და რა კონკრეტიკა უნდა იყოს? ერთი კონკრეტიკა თქვის ცხინვალის ავტობუსი დანიშნოს და თქვი და დაგინიშნავს, კაცო. ხელვაძე ავტობუსი არ უნდა დანიშნოს, ცხინვალის ავტობუსი დანიშნას, წინააღმდეგი არ უნდა წავიდეს და ინიციატივა და არ წავა თქვი და დაგინიშნოს. თუ შენ არ იტყვი, ეს უნდა გამოვიდეს და თქვას პრემიერმა და პუტინმა მხარი უნდა დაუჭიროს. და მე გამოვიდეს და თქვას, მე ხო არ უშლი. მუშაობს ესე, ვერ ამბობს, ზეგავლენების ქვეშ არიან და საქართველოს არის დიდი ზეგავლენების ქვეშ. კიდე როგორ გამოძვრენ ამ ცოტა რაღაცეებით კიდე ეგეც კიდე ის არის გასაკვირი. აი რომ ეს გასაგებია ხა გასაგებია მე ჩემ აუ ეხა ვილაპარაკოთ შემოგთავაზა არა თქვენ აი ჰერეთის საკითხზე კერა და გარეჯის თემაზე გადავალ ეხლა მაგაზე კი ბატონო ეხა უკვე რაც შეეხება იმის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანი სხვადასხვის აქაც მე რასაც უყურებ მონდომება ქონდა პირადად ბიზინა ივანიშვილს რომ ეს თემა დაძრული ხო გახსოვთ თქვენ ეს რუკები ჩამოატანინა რა გვარი იყოს ხიდაშელს და ასე შემდეგ და ეს თემა დაწერა და მე გაჩერდა რატო გაჩერდა რა მიზეზით ვერ გეტყვით მაგრამ იკვეთება საინტერესო ფაქტები დიმიტრი ლორთქიფანიძე ხომ იცით აგან დაიწყო გამოძიება სხვადასხვის ამასწინათ ქონდა შეხვედრა მასთან და ესე იგი კონკრეტული ფაქტებს ესე იგი ასახელებენ და ესეთი ფაქტებია რომ სააკაშვილმა გაყიდა ფაქტიურად გაყიდულია, აგერ ნახეთ ვიდეო მასალა. გამოდის და აზერბაიჯანმა ესო სტრატეგიული წვერვალები ვთხოვაო, ესე იგი აზერბაიჯანისთვის სტრატეგიულია, ჩვენთვის არ არის სტრატეგიული, ზუსტად იქ მდებარეობს ეს მონასტერი, ჭიჭყიტური და ეს ისა რა ქვია, ქვემოთ კიდე ბერთუბანი, რომელიც თქვა არ შემოდიოდა ჩვენთან, ხო? აი და საზღვარი არ დიოდა იქ და სააკაშვილმა ისე გააკეთა დიდი ფულია გადახდილი და უყურეთ როგორი თემა წამოვიდა რაც აი სხვათაშორის მაგრამ გაყიდული იურიდიულად არ არის დაადასტურა როგორ მოხდა იცით სერიოზული თანხები არის გადახდილი შეიძლება დღესაც კი იხდიან ამ იმაში სააკაშვილის რომელიღაცა ოფშორში და ამიტომ შეპირება რო იყო 38 წლის გამოიყენებდნენ ხელში იმას რუკებს რომელიც ბიზინა ივანიშვილმა ჩამოატანინა მე აზერბაიჯანმა ამაზე უარი თქვა და წარმოიდგინეთ როგორი პოზიცია თუ ფული აქ გადახდილი და სააკაშვილს აღებული აქვს იმათ აღარ უნდათ ამის შეცვლა რაც შეეხება ჩვენი აზერბაიჯანელების დამოკიდებულება ჩვენთან მაცხოვრებლები უმეტესობა იძახის რომ კარგად იციან რომ ეს არის ქართული კულტურის ესე იგი ძეგლი ეს არ არის ალბანური კულტურის ძეგლი როგორც გამოაცხადეს აზერბაიჯანში ეხლა ესე უნდათ რომ წარმოაჩინონ ნუ არ არსებობს ეგეთი ისტორიული დამამტკიცებელი ფაქტი მაგრამ გამოსავალი აქ ერთია რატომ გაჩერდა სასამართლო პროცესი ეს არის მთავარი თემა აი ეს რაგვარები იყვნენ ეს კარტოგრაფები რო იყვნენ სააკაშვილის დავალებას რო ათქო ეს რატომღაც გაჩერდა ეჭვები შეიძლება ბევრი იყოს იმასთან დაკავშირებით რომ შეიძლება ამ ეტაპზე აღარ უნდათ ეხლა აზერბაიჯანთან ასე ბოლომდე ჩაძიება მაგრამ ეს ის თემაა რომელიც არავის არ უნდა რაგვარიც არ უნდა იყოს ამ ამბავში ჩარეული რაც არ უნდა იყოს სააკაშვილი იქნება თუ სიკინჭალაშვილი იქნება ხო ყველამ პასუხი უნდა აგოს და ეს არის დასაბრუნებელი საკითხი აზერბაიჯანში ეხლა არის ცოტა სხვა განწყობები როგორც გამარჯვებული ქვეყანა როგორც ვთქვათ გაძლიერებული რეგიონში დიდი გავლენების მომპოვებელი ქვეყანა და ეხლა უკვე ეს მცირე საკითხია შეიძლება იმ თელ გლობალურ თემებში რაც კავკასიაში ტრიალებს მაგრამ უყურეთ როგორ თურქეთთან და იმასთან აზერბაიჯანს თურქეთთან ერთად უკვე იმ ხელა ბერკეტებია გამუშავებული ამერიკასთანაც სერიოზულად მუშაობენ თურქეთის გავლით რომ ზანგეზურის კორიდორის აი ისე მიიყვანეს ეს საკითხი რომ აი ბოლო გადაწყდება მაგრამ რა ფორმატით გადაწყდება იქაც კიდევ აი ხა იგივე გარეჯის თემას დაუბრუნდები ზანგეზურზე გადავა გარეჯის თემაზე ბატონო ლევან მე ერთ რამეში ვერ დაგეთახვებით რომ გაყიდული რო იყოს ეს ოფიციალურად ამის დოკუმენტების დაიდებოდა ეხა გაყიდული ეხა ეს ჩვენ ვიძახით ესე პატრიოტული დოკუმენტები დაიდებოდა როგორ
რა დოკუმენტები დაიდებოდა რა თქვენ ხო იძახით რომ ესო გაყიდულია გარეჯიო თქვენ ხო თქვი მაგას მე კი არ ვიძახი დიმიტრი ისა ლორდკიფანიძე და დიმიტრი ლორდკიფანიძე არ არის კაცო სახელმწიფო მინისტრი და პრემიერი და შუაშია სახელმწიფო თქვენ რა იცით ძიებაში რა იდო მასალები ერთი წამით ბატონო ლევან ერთი წამით რა არც ბატონმა დიმიტრი მარიცის ძიებაში რა იდო იმიტომ რომ ის არ არის გამომძიებელი და პროკურორი მასეთი თქვენ თუ ვიცით თქვენ გვიცხარით არა არც მე ვიცი მაგრამ ოფიციალურად რო ყოფილიყო ჯერ ერთიც ესეთი რამე რო ყოფილიყო დაიდებოდა მაგრამ აქ რაშია ერთი წამით გახარიას პრემიერობის დროს მოხდა შეთანხმება ორ ქვეყანას შორის რომლის თანახმადაც სასულიერო პირებს მიეცემოდა საშუალება იმ ჩიჩხიტურში და უდაბნოში და სხვა კოშკებში რომ უპრობლემოდ გადასულიყვნენ. აზერბაიჯანმა ეს ყველაფერი დაბლოკა. ეხლა მე სამწუხაროდ აქ რო რაღაცას ვამბობ, მე იმას კი არ ვამბობ, კაცო, რომ ჩვენ ვერც დაუპირისპირდებით. დღეს ძალთა თანაფარდობა ისეთია, რომ აზერბაიჯანი ჩვენ კი არა, აგერ რუსეთს უპირებს ლამის ომის გამოცხადებას, ისე მიდგა საქმე. რომ ისინი სხვა მაღალ პედესტალიდან გვიყურებენ ჩვენ, მაგრამ უყურეთ რა ხდება აქ, როდესაც შენ შეთანხმებას არ ახორციელებენ, რომელიც შედგა ორ ქვეყანას შორის, ხო? და შენ როდესაც არ გიშვებენ იქ, რა არის, ვერ გავიგე, სანამ ჯერ ხო ოფიციალურად დემარკაცია არ მომხდარა საზღვრების, ხო? ჯერ არ არის ოფიციალურად საზღვრები. აი, როდესაც ჩვენ თუ ორი მეგობარი ქვეყანა ვართ, აზერბაიჯანი და საქართველო. მათ იციან რომ ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ ეს არის სიწმინდეები ჩვენთვის. თუ მეგობრობა არის, უნდა იყოს ორმხრივი მეგობრობა. ალიევმა რო ჩამოვიდა და რო უთხრეს ამდენი მეჩეთი აშენდაო საქართველოში, ამდენი აზერბაიჯანში არ ყოფილაო, გაუკვირდა ამ კაცს. თქვენი აზრით მეგობრულია ეს ქმედება, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ საზღვრების დემარკაცია არ არის, როგორც ამანამდე, სანამ რაღაცის პრობლემა შეიქნებოდა, რომ ქართველ მომლოცველებს არ უშვებენ იმ ჩიჩხიტურში და სხვა სამლოცველოებში შესვლისა, ეს მეგობრული ნაბიჯი არის? ეს მეგობრული საერთოდ პოლიტიკაში ისეთი სიტუაცია დადგა სოფლიოში მეგობრობის ადგილი საერთოდ აღარ არსებობს. როგორ მეგობრობს თქვენ მოგეწონება თუ არა? არა, ეგ ამას არ აქვს მნიშვნელობა რა. მეგცემთ პასუხს რაც თქვენ დასვით საკითხი. ამიტომ გავითვალისწინოთ რომ არანაირი მეგობრობის თემა არის ინტერესები, ყველა მოქმედებს თავისი ინტერესით. აი აგერ გვერდში მყოფელი რო გონია მეგობარი, ისიც თავისი ინტერესით მოქმედებს. ამიტომ როცა ვამბობ ჩვენ და სხვათა შორის ფაქტი წამოვიდა იმისა, რომ გაყიდვა მოხდა არალეგალურად, არაოფიციალური გარიგება მოხდა, ფულადი გარიგება მოხდა სააკაშვილსა და მაშინდელ აზერბაიჯანს შორის, ხომ? ამიტომ იმათ აქვთ ესეთი დამოკიდებულება, როგორიც აქვს და თვლიან და გააცხადებენ, რომ ეს არის ისა რა ქვია, ალბანური რაღაცა ძეგლი, რომლის ისტორიული რამე საფუძველი საერთოდ არ არსებობს. რა თქმა უნდა, ეს არ არის არამეგობრული დამოკიდებულება, ეს ერთი. მეორე, აქედან გამომდინარე, როცა აზერბაიჯანულმა მხარემ ააგორა მთელი ეს ისტორიული მომენტი, რომ ეს მათი კულტურული რაღაც მემკვიდრეობის ძეგლია, ამიტომაც არ უშვებენ და ამიტომაც არ ღვევენ იმ შეთანხმებას. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენ დროს, როცა მიშა უკლება იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მე ვესწრებოდი ერთ-ერთ იმას, რა ქვია, ამ კომისიის შეკრებას, სადაც ჩანაწერი არის პირდაპირ გაკეთებული, რომ ეს თლიანად ბერთუბანამდე გადადიოდა საზღვარი. ბერთუბანი ჩვენთან უნდა ყოფილიყო და სანაცვლოდ იქით იურის ერთ-ერთ ნაპირთან სანაცვლო ტერიტორია უნდა მიგვეცა აზერბაიჯანს. ეს ჩანაწერია. როგორც კი სააკაშვილი მოვიდა, მწვერვალები, სტრატეგიული მწვერვალები გადასცა. სად არის ძიების საკითხი? რატომ არ არის დამთავრებული ეს ძიება? როგორ გადავწყვიტოთ ეს საკითხი, გეტყვით პირდაპირ. ჩვენ თუ ძიება ჩატარდა, მოინდომა ხელისუფლება ამის ბოლომდე მიყვანა და პროკურატურამ ბოლომდე გამოიძია ის, ვინც იყვნენ ეს გვარები, არ მახსოვს მელაშვილი თუ კიდე მეორე ვიღაცები, ვინც ხელი მოუწერეს ამ იმას, რომ საზღვარი პირდ იქეთ მხარეს დატოვეს ეს ჩვენი ისა მონასტერი და მთლიანად ეს ტელეკომპლექსი, სამონასტრო კომპლექსი გარეჯის, ხომ? იქეთ მხარეს მოუწერეს ხელი. ეს ძიება ბოლომდე უნდა მივიდეს და ის გამოიკვეთება უკვე ვინ რა აიღო, ვინ რა გაყიდა და აქედან გამომდინარე ჩვენ თუ ამას სისხლის სამართლების საქმე მივეცით მიმართულება და დაიდო მასალები, ხო? მერე თუ კი აზერბაიჯანი არ წამოვიდა მოლაპარაკებებს, ჩვენ შეგვიძლია ერთადერთი რამ გავაკეთოთ. სხვა საშუალება დღეს არ არსებობს. საერთაშორისო სასამართლოში ეს საკითხი შევიტანოთ. ეს აქამდე მივიყვანოთ. შეიძლება ეს აღარ აწყობდეს აზერბაიჯანს და წამოვიდეს იმ მოლაპარაკებაზე
რასაც არც თავიდანვე იყო ჩატარებული. ბატონო ლევან, აქამდე უნდა მივიყვანოთ. ერთ რამეს სხვანაირად ნუ ვეძებ ჩვენ მეგობრული არის, არა, ერთი თავიანთი ინტერესი აქვს, ჩვენი ინტერესი. არა, თქვენ ვიმუშაოთ, რომ როგორმე დავიბრუნოთ. თქვენ იმ დროს იყავით გუბერნატორი წითელი მეგობრული არა მეგობრულზე, იმიტომ ლაპარაკობ, რომ ჩვენი ხელისუფლება უსვამს ამას ხას. წითელ ხიდზე შევარდნაძემ რომ მამუკარიშიძე სიტყვების ციტირებას ვახდენ, რომ წითელი ხიდის ტერიტორიაზე საკმაოდ დიდი ტერიტორია შევარდნაძემ გადასცა უსასყიდლოდ აზერბაიჯანს. ეხლა ეს ხო ფაქტი არის, ყველამ ხო კარგად ვიცით არა? ეს აი რა იცით თქვენ რამდენი გადასცა? ყველა ფაქტია, იძახ რა ფაქტია? არა, დაიდო არ გადასცეს იქ. არა, რა ფაქტია მითხარით? არა, მე გეკითხები თქვენ არ გადასცეს აზერბაიჯანს? კითხვას ვამთ, ეს არ ნიშნავს რომ ხო და მე მაქვს ინფორმაცია რომ გადასცეს და თქვენ ამბობთ რომ არ გადასცეს? გასაგებია. ხო და არა, გეკითხები, ხო გადასცეს. ხო გადასცეს და მე კიდე ხა ჩვენ დღე და ღამე აქ, როდესაც ხა მეგობრული ხა მე კიდე ერთხელ ვიმეორებ. ეხლა თქვენ პოლიტიკოსი ბრძანდებით, თქვენ ხშირად იბეჭდებით აზერბაიჯანულ მედიაში, მე რაღაც, იმიტომ თქვენი ურთიერთობიდან გამოდიოდა და მე მაგალითად არასწორად მიმაჩნია. გინა ვინც არ უნდა იყოს თქვენი მხრიდან კი არა ვისგანაც მხრიდან ესეთი განცხადებები, რომ სააკაშვილმა გაყიდა ეს სააკაშვილმა იცით რა არის, ჩვენ არ უნდა მივცეთ აზერბაიჯანს და როდის ვიხდე არასწორად მიგაჩნია გაშიფრეთ რას ნიშნავს? გაგცემთ პასუხს. სააკაშვილის ხელს კი არ ვაფარებ, სააკაშვილი ნაძირალა და ყველაფერზე პასუხი. არა, ეპითეტები არა, კითხვა არასწორად ხო და გაგცემთ, ბატონო ლევან. ფაქტები გაქვს რამე კი ბატონო, გაგცემთ. იმიტომ რომ ჩვენ ასეთი განცხადებებით აზერბაიჯანს უხსნით ხელფეხს, რომ მე რა შუაში ვარ, გაყიდა აგერ თქვენი პოლიტიკოსები აკეთებენ განცხადებებს. თქვენი პოლიტიკური ისტაბლიშმენტი აკეთებს განცხადებებს, რომ სააკაშვილმა გაყიდა, ესე იგი ეს დავიდგარეთ. ჩემგან რა გინდათ, კაცო, გაყიდა. ამიტომ ვიძახი, რომ არ არის ჩვენთვის მომგებიანი პოლიტიკურად აი ესეთი განცხადებების გაკეთება. იგივე აზერბაიჯანებთან ურთიერთობებში. სააკაშვილმა არ ვიცი ფული რა შეაიღო, მაგრამ იურიდიულად სააკაშვილი ამას ვერ გაყიდა, იმიტომ რომ ამის დოკუმენტი უნდა შემდგარიყო და რაღაცა უნდა გაკეთებულიყო თუ ეს მოხდებოდა და ეს რო ვინ თქვა რომ იურიდიულად გაყიდა? ერთი წამით ბატონო ლევან. ხო და ეხა თუ იურიდიულად არ გაფორდა ეს გაყიდვა ბათილი არის. ეხა თუ მაგათ ფული ისე აიღო და ვიღაცამ ისე ჯიბეში ჩაუდო რომ გარეჯი მომეციო ესე არ ხდება რა. ესე არ ხდება, ვერ მიიღებენ ესენი ამ ტერიტორიას. და მეგობრობაზე როდესაც ვლაპარაკობ მე სოკარის კორპორაციამ საქართველოში ქონება როგორ მიიღო? როგორ მიიღო? ო აი არა მე არ ვიცი გეკითხები როგორ მიიღო და იურიდიულად აი ქონება ყველაფერი რაც აი გასადენები მილსადენები და ყველაფერი არა მასე ეხა თქვენ სხვა იმაში გადაგყავთ ესა მასე საერთომაც არ გადაგყავთ კითხვას გისვამთ არა ის ოფიციალური არა მექანიზმი არ არის არა ერთი წამი როგორ არის ვინ დაწერდა არა ერთი წამით აგას ვინ გააკეთებს არა ერთი წამით კაცო თუ swamთ კითხვას გიპასუხებთ ეხა თუ თქვენ swamთ კითხვას როგორ მიიღო ტერიტორია ამაზე დოკუმენტი იქნებოდა ეხა საელჩო რომელიც არის აზერბაიჯანის ხო იქა ეხლა ზაგერ მოხდა რომ რაღაცა ტერიტორიები გადასცეს უსასყიდლოდ ეგეთ დოკუმენტი არასდროს არ იარსებებს როგორ არ არსებობს კაცო გამოსცეს ამაზე როგორ არ იარსებებს თუ რამე ტერიტორიის ნაწილი გადასცეს ამაზე დოკუმენტი დგება ეხლა საელჩო რო აშენდა სადაც არის აზერბაიჯანის საელჩო ამაზე დოკუმენტი მელაშვილმა ხელი რაზე მოაწერა მელაშვილმა ხო და ეს უნდა გამოიძიონ ეხლა მელაშვილმა რაზე მოაწერა ხელი მელაშვილ ეხლა თქვენ ამ ტერიტორია გადასცეს მე ვამბობ არა მე ვამბობ ერთ რამეს რომ ჩვენ იცით რა არის იქ რაღაცა წამგებიან დოკუმენტზე მოაწერა ხელი საზღვრის დემარკაციაზე თუ როგორ იყო ეს გამოცემა არ არის ესე იგი აიღეს ის რუკა რომელიც აწყობდა აზერბაიჯანულ მხარეს ხო და ეგ ხო მაგრამ ეგ ბატონო ლევან ჯერ არ არის მუშაობის პროცესია ჯერ არ დასრულებულა ამ საზღვრის დემარკაციაზე თქვენ შეფასებას უკეთებთ რომ ის ესე იგი საქართველოს რა უნდა გაგვეკეთებინა საქართველოს წამგებიანი პოზიცია დააფიქსირეს ხელი მოუწერეს რის გამო რის საფასურად აი ეს როგორ ფიქრობთ მაგრამ მე ვფიქრობ ერთ რამეს რომ არ უნდა გაკეთდეს ისეთი განცხადებები რომელიც აზერბაიჯანის მხარეს მომგებიან პოზიციას ჩააგდებს ის გამოძიებაც რო არ ტარდება და რო შეჩერდა ესეც რაღაცა გარკვეული წლეხი არის მე მგონი ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან მე მაგალითად პირადად ეხლა აიგივე მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ატეხილი ესეც ზეწოლა მგონია უცხო ქვეყნის მხრიდან ეხლა არ მინდა ფრჩხილები გავხსნა იმიტომ რომ თქვენც იმ რეგიონში გიმუშავია და იცით რა არის და როგორ არის
ხო და აი კიდე გავამწირდარე და ისიც კარგად იცით რომ არც ისე კარგად გძნობენ ჩვენი სისხლი და ხორცი ჰერელები მაგალითად იქ აზერბაიჯანში თავს ამაზე არაერთი პუბლიკაცია და არაერთი კარგად კი ვერ გძნობენ მანქანა არ გადადის ჩაკეტილია ხალხი ვერ გადადის მაგრამ ერთ რამეს გითხრა თავი განები უნდა ჩაფრინდე ბაქოში და იქიდან უნდა წახვიდე მე რეგიონში მაგრამ ეხა აი მე მინდა აი ვეღარ მივედი იმ თემაზე რაზეც დავიწყე საუბარი ეს ტკივნეული საკითხები რაც არის უყურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეხლა იცვლება რეალობა აგერ ეხლა უკვე სომხეთი ფაქტობრივად უკვე სხვაგვარი გახდა იმიტომ რომ ის უკვე რუსეთთან დისტანცირებას ახდენს აზერბაიჯანმა გააკეთა გაცხადება რომ თურქული ბაზა უნდა ესე იგი ამოქმედეს ასევე პაკისტანის ბაზაზეც არის საუბარი არის საუბარი დიდი თურანის ქვეყნების გაერთიანებაზე რომელშიც რა თქმა უნდა აზერბაიჯანი არის იმიტომ რომ ერთიერი ორი სახელმწიფო და არ არის გამორიცხული სომხეთით შევიდეს იქ აი უკვე დგას არჩევანის საკითხი ამ რეგიონში. ეხლა თქვენ თვითონვე დაიწყეთ ეს ლაპარაკი და მეც გავაგრძელებ და გეთანხმებით რომ რეგიონიდან ხდება რუსეთის განდევნის პროცესის დაწყება. დამეთანხმებით, ხო? და ამ შემთხვევაში აი საქართველოს რომელიც არის მართლმადიდებლური ქვეყანა რა პოზიცია უნდა დაიკავოს თქვენი აზრით ამ სიტუაციაში? უნდა ავირჩიოთ ჩვენ ან ამ დიდი თურანის ქვეყნებთან გარკვეული ესე იგი ალიანსი ან რუსეთთან ურთიერთობა. მე არ ვიცი სხვანაირად ვერ წარმოვიდგენთ. თქვენ აი როგორ წარმოგიდგენიათ აი ამ რეგიონში თანამშრომლობა. მე იმას კი არ ვიცი რომ ეხლა თურქებთან არ მქონდეს ურთიერთობა, აზერებთან პირიქით უნდა მქონდეს ძალიან კაი ურთიერთობა, ჩვენი მეზობლები არიან. მაგრამ ვინაიდან რუსეთის განდევნის პროცესი დაიწყო ამ რეგიონიდან, ეს ჩვენთვის საფრთხის შემცველი არ იქნება, თქვენ როგორ ფიქრობთ? მინდა დაგეთანხმოთ იმაში, რომ მთლიანობაში ისე შეიცვალა სიტუაცია მთელს კავკასიაში, რომ საქართველოს ჭირდება ძალიან თხილად მოქცევა და ყველა ნიუანსით გათვალისწინება რა. იმიტომ რომ ეხლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველას აქვს თავისი ინტერესი და არანაირი მეგობრო, როცა დგება ინტერესი, მთავრდება იქ მეგობრობა, ძმობას და ყველაფერი. ეს უნდა ვიცოდეთ. ესი არის და ამ რეალობას რაც არ უნდა რაღაცები ვილაპარაკოთ, რეალობა ეს არ შეცვლის. ეს აქედან გამომდინარე უნდა ვიხემძვანოთ. ესე იგი, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ანუ თურქეთის გავლენა რუსეთის შესუსტების ფონზე თურქეთი საკმაოდ გაძლიერდა კავკასიაში. იგივე ის ხაზი აზერბაიჯანთან მიმართებაში მათ შექმნეს საინტერესო კონცეფცია, იქ ადრე თუ რელიგიური თემა იყო, საერთოდ რელიგიური თემა გადაიყვანეს მეორე ხარისხოვნად, იცით რომ ეს აზერბაიჯანი ძირითადად შიიტური იყო, თურქეთი სუნიტური არის, ხო? ამიტომ იქ გამოცხადდა ეს კონცეფცია, რასაც ქვია ერთი ხალხი, ორი ქვეყანა. აზერბაიჯანი და თურქეთი. ერთი ხალხი, ორი ქვეყანა. ესეთი პრინციპი. ამიტომ მათთვის არის სასწორად მნიშვნელოვანი თურქეთისა და აზერბაიჯანის პირდაპირ დაკავშირება. ირანი ამის წინააღმდეგია, აქ იყო ლაპარაკი, რომ ირანთან რაღაცა იჯარით აეღოთ ეს ალტერნატივა ამ ზანგეზურის კორიდორის, იმიტომ რომ ირანიც იგივე გვერდზე გადის, ირანის საზღვარიც, მაგრამ ზანგეზურის საკითხი ისევ დადგა დღის წესრიგში, იმიტომ რომ ეს საკითხი ადრეც იდგა სომხეთ-აზერბაიჯანის შორის მოლაპარაკებების დროს. ამიტომ აქ არის ლაპარაკი იმაზე, სომხეთს ახლა რა ინტერესი აქვს, რომ არ დაკარგოს რაღაცა საფრთხე არ შეიქმნას, გაიძლიეროს პოზიციები და აი ამ თქვათ იგივე თურქული თქვათ გავლენები როგორმე დააბალანსოს. ამიტომ დადგა საკითხი, რომ შეიძლება ამერიკელები შემოვიდნენ, ამერიკული კერძო კომპანია პირდაპირ განაცხადეს მათ, რომ შეიძლება აი ფორმატი შეიძლება გაკეთდეს როგორც პანამის ქვეყანა ხო არის და პანამის არხი ხო, აი ფაქტიურად იჯარით აქ აღებული შეერთებულ შტატებს ხო? ამიტომ აი ეს გავსი რაღაცა გააკეთონ იქა, ანუ აიღონ იჯარით ეს კორიდორი შექმნან, ინვესტიციები ჩადონ და ამერიკელების პასუხისგებლობა იქ დაფიქსირდეს. ხა რუსეთი იმდენად არის ყველაფრიდან აქ ამოვარდნილი, ეხლა ვისი ბრალია, როგორ არის, არ მინდა ეხლა მაგების გარჩევა, მასე გამოდიოდნენ რუსები წინადადებებს იძახდნენ, მაგრამ წინადადებად დარჩა, რეალობას აბსოლუტურად სხვა შეიქმნა. ამიტომ ეხლა ჩვენი საკითხი დგება, ხო? ჩვენ როგორ უნდა მოვიხსნოთ ამ ვითარებაში. ჩვენთვის ეხლა რა შეიძლება, აი თქვათ ამუშავდა ეს ზანგეზურის კორიდორი, ანუ რაღაცა კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნება, ან დამთავრდება ეს თემა რა. ეს ორი ვარიანტი უნდა განვიხილოთ. ამიტომ თუ ამუშავდა, რა თქმა უნდა, თვირთების
გარკვეული ნაწილი წავა იქეთ. აქ თავისთავად ეს ითვალისწინებს არა მარტო ესე იგი საავტომობილო გზების გახსნას და ახალი გზების ტრასების აშენებას, ასევე რკინიგზის აღდგენას, რომელიც ნახჭევანში გადავა და ნახიჩევანიდან გადავა თურქეთში. თურქეთში გადასული უკვე იქ უკავშირდება არა მარტო თურქეთს, უკავშირდება იქ იმის, რა ქვია, ისკანდერუნს, მერსინს, დიდი პორტები, რომელიც თურქეთის აღმოსავლეთში ხმელთაშუა ზღვაში მდებარეობს და ეს ხსნის აი ახალი კორიდორია, რომელიც თქვათ დააკავშირებს იგივე რუსეთსაც დააკავშირებს და ცენტრალურ აზიასაც და ასე შემდეგ. ეს ჩვენ რა თქმა უნდა თუ მთლიანად ესე მოხდა და ამუშავდება გარკვეულწილად შეგვიმცირებს ჩვენ საშუალებებს. შეგვიმცირებს, მაგრამ ის მიმართულებები, რომელიც პირდაპირ მიდის ბულგარეთიდან აღმოსავლეთ ევროპაში და ასე შემდეგ, ეს მიმართულებები მაინც იმუშავებს ჩვენზე. მაინც იმუშავებს. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის კიდევ ერთხელ ვიძახი, რუსეთის ფაქტორი. ჩვენ თუ ავიღებთ საფრთხეების კუთხით, ხო? ხლა აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცა ადრე როგორც ხდებოდა, ეხა თავს დაგესხას და ანექსია გაგიკეთოს, შემოგიერთოს და არა. აქ არის ლაპარაკი ზეგავლენებზე. რატო ბოდიში ბატონ ლეო, რატო გამორიცხავთ, რომ არ არის საჭიროება რომ მიგიერთოს? აგერ არ ჭირდებათ, ეგა არ ჭირდება. როგორ აგერ ტორტის დაჭერივით გაჭრეს უკრაინა, სირია. კონცეფცია, უყურეთ როგორი თემა. ის რაც უნდა თურქეთს, თუ მისი ზეგავლენა იმდენად გაიზარდა, საქართველოში ხელისუფლება იმას მაინც დაუკმაყოფილებს. ვიხდით როგორი თემა. ამიტომ ჩვენ აი ეს რო არ დაუკმაყოფილოთ, ანექსიების თემა დღეს ასე აქტუალური არ არის. უყურეთ ინტერესების განხორციელებაზე. ეს რო ჩვენთვის სახიფათო იყოს, რითი დავაბალანსოთ. აი ძალიან მარტივად ხსნი. აი როცა ვამბობ, ძალიან მარტივად. აი მაგალითად დადგა საკითხი. აი ძალიან მარტივ თემას მოგიყვანთ, იგივე თურქეთის განცხადებები. ერდოგანის განცხადება პრეზიდენტის თურქეთისა, ხო ამბობს აღისკა ჩვენი ნუკრიდან მოწყვეტილი ისა, რა ქვია, შველი და ისა შულისგან მოწყვეტილი ნუკრი და ასე შემდეგ. ხო იყო ეს სიტყვები რა. აღისკა ეს არის ახალციხე. აი პერეფრაზირება თურქულად რო გავაკეთოთ, აღისკა ახალციხე არის. ანუ ესეთი განწყობები არის იქაც, ხო? ისინი თვლიან, რომ ის მათი არის და ასე შემდეგ, ჩვენ სხვანაირად უყურებთ და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ესეთი მომენტები, საფრთხეები რო დაგვიდგეს, რითი დავაბალანსოთ? დაბალანსების რა მექანიზმი გვაქვს, ხო? აი დადგა ძალიან აცრად და მწარედ საკითხი, ხო? აი ზანგეზურზეც ხო ხედავ ძალიან ისეთ გასაკითხი, თუ სომხეთს გამოსავალი არა, რაღაც გადაწყვეტილება უნდა მოიძებნოს. ჩვენ რითი შეგვიძლია? თქვენ სწორად დააყენეთ საკითხი. ან ჩვენთან უნდა იყოს შეერთებული შტატებით, აი ძლიერად და თავიანთი ინტერესი უნდა იყოს ის, რომ საქართველოს არავინ არ შეეხოს და ჩვენ არა გვაქვს ეს დღეს, არც ნატო გვაქვს, არაფერი პირიქით თურქეთია ნატო, ხო? ან უნდა გვყავდეს მეორე ძალა, რომელიც ისტორიულად ყოველთვის აბალანსებდა, იგივე როცა ოსმალეთის იმპერია იყო, ეს იყო რუსეთის იმპერია. ეს აბალანსებდა და ამ ბალანსში ჩვენ დამოუკიდებლობას ვინარჩუნებდით და რაღაცა ჩვენს ინტერესების განხორციელებას ვახერხებდით. ამიტომ ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, რუსეთის ფაქტორი არის გამოსაყენებელი. ამიტომ ვიძახი, ჩვენ ახლა ვბრუნდებით პირველ საკითხს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. თუ კი რუსეთისგან არ უერთები იმას, ვინ რა წინადადება მოგცა და ასე შემდეგ. ეს უფრო გლობალური თემაა, გლობალური საკითხიდან გადმოსახედი. რუსეთისთვის ეგზისტენციალური პრობლემა არის, რომ საქართველოს იყოს ლოიალური რუსეთის მიმართ. ეს განცხადებულისაა და თუ კი რამე კონფლიქტი მომხდარა და იგივე ტერიტორიების დაკარგვა მომხდარა, აი ამ ჩვენი მხრიდან ამ თამის манипуლირების გამო მოხდა. დავისაჯეთ ამის გამო, მოდი ეს რეალურად თქვა. ჩვენი ჯერტომაც იყო და სხვა ბევრი პრობლემები, ხო? დღეს თუ ესე დგება, იცვლება ყველაფერი, ისევ დაბალანსების თემის თვალსაზრისით, რუსეთის გამოყენება, რუსეთის ჩართვა ამ თვალსაზრისით უფრო გვაწყობს. ამიტომ რუსეთის მხრიდანაც უნდა იყოს გადმოდგული ის ნაბიჯები, უფრო აქტუალური და არა განცხადებითი, რომელსაც უკვე არანაირი ქმედება არ მოყვება, ხო? რომელიც საქართველოს უფრო შემოატრიალებს და უფრო ქმედით უნდა ზიანს გასწის, რომ რუსეთის მიმართებაში უფრო აქტიურად გადადგას ნაბიჯები. თუ არა და კიდევ აი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა რა, აი რაც დავიწყეთ ჩვენ იგივე სწავლების თვალსაზრისით. თუ ეს საკითხები არის უახლოეს პერიოდში არ შეიცვალა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა უფრო ღრმა მიმართულება არ აიღო, მაშინ საქართველოს იწყებს ნელ-ნელა შეტრიალებას და ის სწავლებას ყველა არ მომხდარა, რო იცოდეთ რა, დავაკვირდეთ. მოგწონს არ მოგწონზე არ არის აი აქ ლაპარაკი. ამიტომ ამერიკის შემოთვლას და იმ აქტის გაჩერებას ერთ-ერთი აი რო იტყვიან აი ადაჩავ თქვი რა, როგორ შეიძლება ეს აი პას რომ მოგაწოდებენ რა, აი მოწოდე
მოდებული არის ბურთი შენდამი, რომ შენ აი მიხვდე რომ აი აქეთკენ დადგე. ამიტომ ამ ჭიდილში ჩვენ ახლა სწორი არჩევანის გაკეთება გვჭირდება. თუ კი ამერიკა დღეს ესეთ ნაბიჯს დგამს, მიუხედავად იმისა, რასაც თქვენ აღნიშნეთ, მე ვთქვი რუსეთმა ბევრი რამ გააკეთა, ხო გადმოდგა ნაბიჯები. რუსეთი რა ნაბიჯს გადმოდგამს? აი აქაც ამ მნიშვნელოვანი თემაა. იმიტომ რომ რუსეთის გავლენის დაკარგვა საქართველოში ჩათვალოთ მისთვის არის ძალიან სახიფათო. ძალიან სახიფათო თემა. ჩვენთვის არა. ეს მომენტი ბატონლევარ, ბოდიში ერთი წამით რა. აი, დავამთავრებ და მე არა, იცით რა, დროში შეზღუდ ჩვენთვის, აი თქვენ ამბობთ რომ რუსეთის აქ პოზიციების დაკარგვა მისთვის იქნება ძალიან სახიფათო, ხო თქვით? და ჩვენთვის არ იქნება სახიფათო? ჩვენთვისაც რასაც ვლაპარაკობ, სულ სახიფათოა ყველაფერი ჩვენ. არა, იმიტომ რაც ვილაპარაკე, ეხლა ჩემი ლაპარაკი, რაც იყო ყველაფერი არის ის საფრთხეები, რომელიც ჩვენს გარშემო ტრიალებს. აქ ვლაპარაკობ და რა სცენარები შეიძლება არა, იცით რატო? ეხლა რუსეთი შეიძლება რაღაცა პერიოდში კარგავდა პოზიციებს, მერე ძლიერდებოდა მის პოზიციებს თელ თავის ისტორიის მანძილზე. ეხლა აი უყურეთ რა ხდება აქ თქვენი აზრით უკვე არჩევანის ის პერიოდი არ დადგა, საერთოდ დადგეს შენ, იმიტომ რომ როდესაც სომხეთი ფაქტობრივად არის ამ დიდი თურანის ქვეყნების ნაწილი გახდა უკვე. იმიტომ რომ რამდენი ხანია სომხეთის ლიდერი არ ყოფილა თურქეთში და ჩავიდა, მე არ ვიცი როდის იყო ბოლოს. და ანუ ხდება აქ ამ რეგიონში სხვა სიტუაციის შექმნა. თქვენ ვერ ხედავთ რომ აი უკვე არჩევანი უნდა გავაკეთოთ ჩვენ ანიქით ანაკით თუ ამ არჩევანის გაკეთების თქვენ არ ხედავთ ამას ჩვენ არ ვართ იმ სიტუაციაში რომ ვინმე არჩევანის გაკეთებას თხოვდეს. ორეთ არჩევანი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. ეხლა გაგცემთ პასუხს და გავაგრძელებთ რასაც ვამბობდი. ესე იგი აი უყურეთ რა მომენტია რა თუ კი ავითვალისწინებთ ყველა ნიუანსს ხო ეხლა იგივე სომხეთის მაგალითით რო ავიღოთ აი რატო შეტრიალდა სხვაგან რატო რუსეთმა რამე არ გაუკეთა ის მათი საქმეა მაგრამ ესეც დასაფიქრებელი ფაქტორებია და ასევე ჩვენი გამოცდილება როცა ვიყავ თლიანად დასავლეთისკენ და არაფერი არ გაგვიკეთა აი ნიშანდობლივი დასავლეთმა ხო ესეც გაკვეთილია გარკვეულწილად ეხლა აქ ფაქტორებს თუ გავითვალისწინებთ უყურეთ ეხლა რა ხდება საკმაოდ მნიშვნელოვნად შეიცვალა უკრაინის ომიდან გამომდინარე რუსეთის ფაქტორები თქვენ სწორედ თქვით რუსეთმა შეიძლება უკან დაიხიოს მე ისე მოტრიალდეს და იგივე რუსი ექსპერტები ეგეთ რამესაც იძახიან აქ მინდა დავაფიქსირო კი ბატონო დღეს თუ კავკასიაში ჩვენ უკან დავიხიეთ რომ დამთავრდება უკრაინის ომი მე მობრუნდებით ხო არავინ არ გაიქცევა სადგვარი აგერ არის გინდა საქართველო გინდა აზერბაიჯანი და სხვაებიც ხო ეხლა ამის უკან რა იგულისხმება ხო ეს ნუ ეხლა შეიძლება ამაზე ვიმსჯელოთ მაგრამ კარგი არაფერი არ იგულისხმება მოდი ესე ვთქვათ და ეხლა რა მომენტი არის რუსეთის მომენტი ეხლა მოიქცა ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ რატომ ტრამპი საკმაოდ სერიოზულ პრეტენზიებს უყენებს ევროკავშირმა იქ დაუწესა მიაქციეთ ყურადღება ეხლა რაც დააწესა ევროკავშირმა რაც მანამდე სანქციები იყო აზრი არ ქონდა აქ არის ლაპარაკი ნავთობზე მე თუ არ ვთქვი 45 თუ 47 $, დაუწესეს ბარელზე, ანუ $45 ზემოთ რუსეთი ვერ გაყიდის ეს ერთი, თუ გაყიდა იქნება ეს სანქციები იმ ქვეყნებმა, რომლებმაც სხვა ფაში აიღეს ეს ერთი მომენტი და ამას ებმება ეხლა, რითაც იმუქრება ტრამპი, რომ ის ქვეყნები, რომლებიც თქვა რუსეთიდან უკვე ფასი კი არა, საერთოდ იყიდიან რაიმე ნავთობის მაგვარ პროდუქტს, მათ 100%-იანი ეს გადასახადი დაუწესდებათ. ანუ აქ უკვე ინდოეთის პოზიცია, ჩინეთის პოზიცია, ყველაფერი ერთმანეთში არის აღრეული, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. ჩინეთმა თქვა, რომ ჩვენ ვერ არ მოვექცევით ამერიკის ზეგავლენის ქვეშ სტრატეგიული გადამოვიდან ახლა დამაცადეთ ერთად ჩინეთი ამბობს ესეთ რამეს რომ ჩვენ რუსეთთან გავაგზავნებთ იგივე ურთიერთობას რაც ჰქონდა ამაში სხვები ზეგავლენას ვერ მოახდინეთ ახლა უყურეთ რა მომენტია დროში ვარ შეზღუდულები და ცოტა თუ არ დამამთავრებინე დრო არა კი ბატონო თან ცოტა დრო დავა ეს დამამთავრებინეთ ეს აზრი უყურეთ რისი თქმა მინდა ჩვენ ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ ჩინეთმა დაიწყო საქართველოში აი მიუხედავად იმისა რომ ანაკლიის პორტი არ დაიძრა და საქართველოს ხელისუფლებამ გარანტია არ მისცა ჩინეთს მიუხედავად იმისა რომ გაიმარჯვა ხო საბანკო სისტემაში შემოდის მაგისტრალებს აშენებს ინვესტიციებს დებს და გვირაბებს და ასე შემდეგ აკეთებს ტყვილა არ აკეთებს რუსეთი უფრო დამოკიდებული ხდება ჩინეთზე და ჩინეთის ფაქტორის გამოყენება არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. თუკი ამერიკელები უყურეთ რომ ვინ უფრო კარგ წინადადებას შემოგთავაზებს. დღეს ეხლა ისეთი ვითარება იქმნება, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ
მაგრამ ძალიან ფრთხილად ყველასთან უნდა ვივაჭროთ ამ ინტერესების დაბალანსებაში. ჩვენი თავი გავიძლიეროთ და საქართველოს არ მოვაქციოთ ვიღაცა დიდი ზეგავნის ქვეშ. მოთამაშეები ბევრია, მათ შორის შეერთებული შტატები, თურქეთის გაძლიერება, აგერ აზერბაიჯანი, აგერ ჩინეთი და ეს ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს. დაბალანსდეს რომ ქვეყანას ავაწილოთ საფრთხეები. აი ეს არის მთელი ხელოვნება პოლიტიკის. გასაგები გავიგე, ეცით რა მე უკვე ფაქტურად 2 საათს მივუკაკუდე ჩვენ, ძალიან გავგიგზავნა საუბარი და ბოლო კითხვა მაქვს და მოკლედ რომ გამცეთ პასუხი. იმიტომ რომ დროში მართლა გადაცდა ყველა მხრივ ჩვენ გადაცემის გრაფიკი. კი ბატონო. მე მინდა კითხოთ რაღაცა ინფორმაცია მოგვივიდა და მინდა დამიდასტუროთ ეს რამდენად შეესაბამება სინამდვილეს რომ თქვენ რაღაცა გარკვეულ პლატფორმას ვქნით, ანუ რაღაცა პოლიტიკურ გაერთიანებაზეა საუბარი, ჯერჯერობით შეიძლება არ არის შექმნილი, მაგრამ რაღაცა გარკვეულწილად მოახლოებულ არჩევნებში შეიძლება თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა. რამდენად სწორი არის ეს ინფორმაცია? არა, მინდა გითხრათ, რომ სხვათა შორის პლატფორმის შექმნაზე დიდი ხანია ვსაუბრობ თქვენს ეთერში. რამდენჯერ გითქვია, რომ არის არა, მე პარტიაზე საუბარი. ეხლა გეტყვით რა, ეხლა არის მეხუთე კოლონა და არის ხელისუფლება და ეს მეხუთე კოლონა რა არის? ყველა უცხოეთიდან დაფინანსებული პარტიები. ხალხს არჩევანი არ აქვს. არ შეიძლება მულწინ სახელმწიფოსთან მებრძოლებსა და ხელისუფლებას შორის იყოს მარტო ესე იგი არჩევანი. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ აღვადგინეთ უბრალოდ ესეთი პლატფორმა სახალხო ხელისუფლება ქვია. ვცდილობთ რომ ეხლა არჩევნებში დაფიქსირდეს. ეს არ არის არც ოპოზიცია, არც პოზიცია, ეს არის ყველა პრობლემის მოგვარების ალტერნატივა. დაწყებული ფერმერიდან დამთავრებული იგივე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მთელი პროცესით და ყველა მიმართულებით ვთქვათ კონკრეტული გეგმები როგორ რა უნდა გავაუმჯობესოთ, როგორი რეფორმები უნდა განვახორციელოთ. ეხლა ჩვენთან არიან პროფესიონალები და არა თეორეტიკოსები, რომლებიც მარტო ლაპარაკობენ და საქმე არ იციან. ქვეყანას სჭირდება ალტერნატივა პრობლემების მოგვარების. ეს არის გავიგეთ. ეს არის რომელსაც ჩვენ გავაკეთეთ და გვინდა რომ მივიყვანოთ თქვათ იგივე არჩევნებში. არ გამორიცხავთ რომ შესაძლოა თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა. არ გამორიცხავ არა და ეს იქნება ყველასთვის ვინმე შეზღუდული კი არ არის ყველა ადამიანს ვისაც აქვს ამბიცია რომ რაიონში, სოფელში, ქვეყნისთვის რამე გააკეთოს, აი ამ პლატფორმის გამოყენება შეიძლება. მე წარმატებებს გისურვებთ ბატონო ლევან, წარმატებებს გისურვებთ ბატონო ნიკოლოზ, თუ გექნებათ სურვილი გორში კენჭი იყაროთ, ჩვენ შეგვიძლია რომ ეს საშუალება თქვენთან ერთად გამოვიყენოთ. ბატონო ლევან, მე გორი და სტუდია მაქვს, მარტო ამ გორს უნდა ვაკავშირებ. არა, სხვაგან იყოს, სხვაგან. სიმართლე რო გითხრათ, გორზე უფრო გურიასთან ვარ კავშირში, იმიტომ რომ ჩემფესები აქ უფრო სტუდია, თუმცა გორი ჭირდება ჭკვიანი ხალხი, ჭკვიანი გორი ჩემთვის უკვე მეორე რაღაც მშობლიურ კუთხესავით იქცა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, წარმატებებს გისურვებთ და მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ძალიან დიდი ავტორიტეტი გაქვთ, განსაკუთრებით ქვემო ქართლში, რომელშიც სადაც ძალიან ბევრი ხანი იყავით გუბერნატორი, ძალიან დიდი პატივისცემაც აქვს ადგილობრივ მოსახლეობას თქვენი იმ რეგიონში და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თუ ჩაერთვებით თვითმმართველობის არჩევნებში, რა თქმა უნდა, წარმატებებიც გექნებათ, იმიტომ რომ აქ არის ერთი მომენტი, ხელს თუ არ შეგვიშლია ძალიან სასიკეთო საქმე გაკეთდება. თუ არ შეგვიშლიან ხელს და იცით თქვენ ხელშეშლაში რა იგულისხმება. კი ბატონო. წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ ახლა მე სიმართლე რო გითხრა, ახლა მაყურებელმა დღეს ალბათ დიდი სიამოვნებაც მიიღო, საერთოდ გადაცემას უხდება კამათი. იმიტომ რომ ესე იგი ეს ლექცია სემინარებს არ ვატარებ ჩვენ იმისთვის, რა ქვია, მაყურებლისთვის და კამათში იბადება ჭეშმარიტება, ისე ტყილა არ არის ნათქვამი. კარგად ბრძანდებოდეთ, კარგად წარმატებებს გისურვებთ. წარმატებებს გისურვებთ. ბატონი ლევან მამალაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ძვირფას ტელემაყურებელს ძალიან გადაგვიცდა დღეს იმაზე მეტი ხანი მოგვიწია ეთერში ყოფნა. ამით მე დაგემშვიდობები ძვირფასო მაყურებლებო და ჩვენ უკვე შევხვდებით უკვე სხვა გადაცემით კვირას გვაქვს საკვირაო გადაცემა რუსულ ენაზე, იქ შევხვდებით, ხოლო ორშაბათ დაგიბრუნდებით, რა თქმა უნდა, დღის შეჯამება 23 საათზე. კვირას კი 9 საათზე ჩვეულ დროს გავა ჩვენი გადაცემა. აი ბევრს ერევა უკვე, იმიტომ რომ 11-ზე რო გადავიდა ქართულენოვანი გადაცემა, გონიათ რომ რუსულიც 11-ზე. არა, რუსულენოვანი გადაცემა იქნება როგორც ყოველთვის 9 საათზე. კარგად ბრძანდებოდეთ.